სალამ მეგობრებო, დღესაც ვაგრძელებთ დომზე მუშაობას და ავაწყობთ ასეთ პატარა და საინტერესო to-do list-ის აპლიკაციას. ზუსტად იგივეს არ მივიღებთ, იმიტომ რომ დღეს ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ფუნქციონალზე. იმიტომ რომ დიზაინი ძალიან დიდ დროს წაიღებს, ჩვენ კიდე გვჭირდება მხოლოდ დომის უკეთ შესწავლა. ამიტომ ავაწყობთ რაიმე სტრუქტურას, შემდეგ შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ და თქვენით მე მისცეთ სტილები და დაამსგავსოთ ამ ვებგვერდს. რომ შევხედოთ ახლა რა უნდა გავაკეთოთ აქ. რადგან ჩვეულებრივი რაღაცა input-ი გვაქვს. როდესაც აქ რამეს ჩავწერთ და დავაწვევით enter-ს, ეს input-ი, რაღაცა to-do, უნდა დაემატოს აქ სიაში, ქვემოდან, ან ზემოდან, როგორც გაგიხარდებათ. მან გავაკეთოთ ქვემოდან. მაგრამ ეგ დამატება აქ მუშაობს მხოლოდ enter-ზე. ჩვენი დავამატოთ კიდევ ერთი ღილაკი. add to do. ანუ კი ბატონო enter-ზეც იმუშაოს, მაგრამ მაგ ღილაკზეც რომ გაიშვას. ოკეი. დაბლა რო შევხედოთ. დაბლა გვაქვს უკვე C-ა. ლექციაზე თქვით რომ შეგვიძლია შევქნათ დივებისგან ეგ ყველაფერი, ხო? მაგრამ რადგან C-ასთან მუშაობთ, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება თუ გამოვიყენებთ unordered lists. ხო? თვითონ გარე სტრუქტურა იქნება unordered list-ი, UL-ი, ხო? თეგი. და თითოეული შიდა ელემენტი იქნება list-ი. ახლა შიგნითა კონტენტსაც რო გადავხედოთ. რა არის ჩვეულებრივი პარაგრაფია, ჩვენ გვაქვს ასევე ბათანი, ჩვენ დავწერთ ჩვეულებრივ ბათანს, ახლა მაგ სტილებს და აიკონებს აღარ გამოვიყენებთ. ჩვეულებრივი ბათან delete იქნება და ესეც არის checkbox-ი. checkbox-ი ჯერ არ გაგვიკეთებია, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს გავაკეთებთ. მოდით ჩვეულებრივი index.html-ის ფაილი შევქმნათ და ასევე დავუმატოთ JavaScript-ის ფაილიც. სტილებს ხო ვთქვით რომ აღარ გავაკეთებთ დღეს, ძალიან მინიმალური სტილები დაგჭირდება, ამიტომ რაღაცა style CSS შევქმნით. დავამატოთ ახლა HTML-ის სტრუქტურა ჩვენ გვერდზე. ამას დავარქვათ to-do list-ი და ჯერ შემოვიტანოთ CSS-ი და მერე სკრიპტით main.js-ი, ოღონდ differ-ი გავუწეროთ ბოლოში. დავასეივოთ, დავარეფრეშოთ და კი ბატონო ეგ ყველაფერი მუშაობს. თვითონ to-do list-ი ან ძირითადი კონტენტი ჩავწეროთ main tag-ში. და ახლა აი აქ input-ისთვის და button-ისთვის გვექნება რაღაც საერთო wrapper-ი, რაღაცა კონტეინერი, ხო? დავარქვათ ამას input wrapper-ი, თუნდაც ასე. შიგნით იქნება ჩვეულებრივი input-ი, ტექსტი და იქნება button b add უბრალოდ. ამის ქვემოთ კიდე იქნება unordered list-ი და თითოეული ელემენტი იქნება li. თქვით რომ გვინდა პარაგრაფი, თუნდაც იყოს დავუშვათ HTML-ი, ბოლოში button delete კი ბატონო, მაგრამ როგორ ვქნათ ახლა ეგ checkbox-ი? checkbox-იც არის ჩვეულებრივი input-ი. input-ი ჩვენ გავიხედავთ მხოლოდ ტექსტის ტიპის, ტექსტური ჩასაწერი input-ი, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრია. მაგალითად, ერთ-ერთი არის input checkbox-ი და კი ბატონო, აქ რო დავაკლიკებ, მოიფწიჭკება, მონიშნავს. checkbox-ის გარდა გვაქვს number-ი არის მხოლოდ რიცხვების შესაყვანი და აქაც აი თან შეგვიძლია გავზარდოთ და ასე და ასე შემდეგ. რადიო ბატონები, რომელიც სქესისთვის გამოიყენება, რომ რამდენიმე მოვნიშნოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ აქ checkbox-ი. name-ი და ID ეგ ყველაფერი არ გვინდა. კი ბატონო, რაღაცა მივიღეთ, მოდი ცოტა გავალამაზოთ. ერთ ხაზზე რო იყონ, მივცეთ display flex-ი, ვიცი იყოს 20 რემი და justify content space between-ი მივცეთ ამ ყველაფერს და between-ი და align items ცენტრიც. ეგ ერთი წერტილმძიმე ზედმეტია. კი ბატონო, რაღაცა მივიღეთ. და შეგვიძლია თითოეული ეგ ლისტის ქვეშ გავაკეთოთ ესეთი ხაზი, ხო? ყველაზე მარტივი ვარიანტი იქნება თუ დავწერთ border bottoms 1 პიქსელი solid black. ანუ მხოლოდ ქვედა ბორდერი რომ გქონდეს. დავასეივოთ, ესეც დავასეივოთ, რატომღაც არ არefresh-ებს. border bottom, პიქსელი მეწერო. ეგ არის. და
თან ამასაც შეხედეთ, ცოტა დაშორება არის ამას შორის, ხო? ამიტომ padding bottoms დავწერ, დავუშვათ ერთ რემს და უფრო დააშორებს ერთმანეთისგან. კი ბატონო. კარგით. მოდი ახლა ესენი გადმოვაკოპიროთ, ასე ჩავსვოთ. ასე. წესით და რიგით lists თვითონ unordered lists უნდა უჩანდეს ესე წერტილები, ბულეთები. შეიძლება აქ ახლა არ ჩანს, შეიძლება სადღაცას აქ მარცხნივაა და მაგიტომ. ამიტომ ჩვენ მაინც უბრალოდ დავუწეროთ list tile none რომ მოუშალოთ ეს წერტილები და მხოლოდ ჩვენი დიზაინი დავდოთ. კარგი. დიზაინიდან მეტი იდეაში ჯერ არაფერი არ გვჭირდება. ახლა როგორ დავამატოთ ახალი ელემენტი ჩვენ სიაში? როგორ და პირველ რიგში უნდა მოусმინოთ აი ამ inputs. ანუ რას ჩავწერთ აქეთ, ხო? და შემდეგ ზოგადად აი გაშვება, დამატება და ასე შემდეგ უნდა მოხდეს ამ ღილაკის დაჭერაზე. შესაბამისად გამოდის რომ JavaScript-ში ეგ ორივე უნდა დავიჭიროთ და გამოვიყენო. ანუ ამას მივცემ ID-s inputs და ამასაც მივცეთ button-ი ასე დავარქვათ. აქ შევქნათ ახლა ორი ცვლადი input-ი document get element by ID იყოს input-ი და double-ით იყოს submit button-ი, ანუ გაშვების button-ი document get element by ID იყოს ასე button-ი. კარგით. კონს რატომ წერთ თუ გახსოვთ? კონს იმიტომ რომ წერთ რომ input-ის წამოღება უნდა შეგვეძლოს მისი გამოყენება, მაგალითად მისი values ნახვა და ასე შემდეგ, თუმცა შემთხვევით არ უნდა დაგვეწოს ეგეთი რაღაცა, მაგალითად input-ი უდრის 3-ს ან input-ი უდრის რაღაცა strings. მსგავსი რაღაცა რო არ მოხდეს, მაგიტომაც inputs და ყველა ესეთ ელემენტს წინ ვუწერთ კონს. კარგი. ახლა ამ ღილაკზე დაჭერისას დავწეროთ აბა დაჭერა კლიკი ჩვენ უნდა წამოვიღოთ input-ის მნიშვნელობა. მოდი აბა კონსოლში გამოვიტანოთ input ოღონდ მაგისი value. დავასეივოთ, ჩავწეროთ რამე, edge დავაჭიროთ და კი ბატონო, გაიშვა ეს event listener-ი და მივიღეთ ეს მნიშვნელობა. მაგრამ რა უნდა ვქნათ ახლა? როგორ დავამატოთ? როგორ და თვითონ აი აქ უნდა შევქნათ იგივე ელემენტი, რაც წერია აქ. ანუ ჩვენით ხელით JavaScript-ში DOM-ის გამოყენებით უნდა შევქნათ list item-ი, რომლის შიგნითაც იქნება input-ი, პარაგრაფიც და button-იც. სათითაოდ ყველა უნდა შევქნათ. ამიტომ დავდგეთ და დავწეროთ, რომ ჯერ შევქნათ li, ხო? list item. const li უდრის document create element პირდაპირ წერთ tag-ის სახელს list. ჯერ მეტი list-ისგან არაფერი არ გვინდა. კარგი. მერე ვთქვით, რომ გვაქვს input type checkbox, ხო? const checkbox დავარქვათ ასე document create element input-ი. ოღონდ ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ. როგორც აი ეგ დასაწყისში ჩვენ რო აი ესე პირდაპირ ენახეთ inputs რო ვქნი და ტაბს ვაწვევი. default-ად იქნება ტექსტი. ანალოგიურად აქაც როდესაც ქმნით input elements იქნება ჩასაწერი text input ელემენტი. და ჩვენ ხო გვინდა checkbox, ხო? ამიტომ მოვუნიშნოთ ეს checkbox-ი, დავდგეთ და აქ დავწეროთ type-ი და type-ში მივუთითოთ checkbox-ი. ახლა ეგ იგივე ელემენტია, რაც ეს. ოკეი. ამის შემდეგ უნდა შევქმნათ პარაგრაფი. const p უდრის document create element ხო, სწორედ წერდა. create element პარაგრაფი. და ნახარ რა ვქნათ. ამ პარაგრაფს უნდა მივცეთ ტექსტური მნიშვნელობა, რასაც აი აქ ჩავწერთ, ხო? და აქ ჩაწერილი მნიშვნელობა ინახება input value-ში. ნიშნობის მინიჭება შეგვიძლია რამდენიმე მეთოდით. ერთ-ერთი ვნახეთ, რომ არის inner text-ი და მეორე
ყველაზე ხშირად გამოყენებადი text content-ი. ამიტომ დავწერთ, რომ P text content-ი უდრის input values. ანუ აგრასაც ჩავწერთ, მე დაიმატება ამ პარაგრაფში. და ბოლოს გვინდა ეს წასაშლელი ღილაკი, ხო? const button document create element button-ი. ვთქვით, რომ მაგისი ტიპი უნდა იყოს button-ი, ხო? ანუ button type. აი ტიპს ვამბობ, აი ამაზე გულისხმობ. type button. type button უნდა უდრიდეს buttons. თან ნახეთ, JavaScript-ი ხვდება იმას, რომ ეს არის button ელემენტი, ზემოდანაც თუ გადავატარებთ, ნახეთ, HTML button ელემენტი, ამიტომ ზუსტად იცის buttons რა ტიპები აქვს. სულ 3 ტიპი აქვს: reset-ი, submit-ი, button-ი და ამიტომაც აქვე ამომიგდო. კარგით. ახლა ეგ ყველაფერი, აი 3-ვე ელემენტი, რომელიც შევქმნი, უნდა დავამატო თვითონ list item-ში. აი როგორც მასივი ქონდათ ადრე, აი დავუშვათ მასივი რაღაცა და წერია 1 2 3 4 5 და თქვენ ბოლო ელემენტს ამატებთ array push-ად, ხო? ახლა რო გამოვიტანო კონსოლში, ვნახავ რომ ბოლო ელემენტი იქნება 10, ხო? იმიტომ რომ ბოლოში დავამატე ეს 10-იანი ანალოგიურად მუშაობს append-იც. Right? list append და მივუთითოთ დავუშვათ ჯერ checkbox-ი, მერე პარაგრაფი და მერე button-ი ასე. ანუ როგორც array-ში push-ი იყო, ანალოგიურად თავის თავში შიგნით დაამატებს ამ ელემენტებს. ერთი ვარიანტი ჩაწერის არის ასეთი და მეორე უფრო გამარტივებული იქნება, რომ უბრალოდ ესე list append-ი და პირდაპირ თანმიმდევრობა აქვე მივუთითო. ნახეთ, checkbox-ი, ძიმე პარაგრაფი, ძიმე button-ი. ანუ ეს იგივე უბრალოდ უფრო მოკლე წერია და უკეთესია წასაკითხად. კარგი, მაგრამ ეგ ლისტი შეიქმნა, კი ბატონო, მაგრამ შეიქმნა მხოლოდ DOM-ში. აი აქ JavaScript-შია. და შიგნით როგორ გამოვიტანოთ? როგორ და ეს list ელემენტი უნდა ჩავამატოთ, მოდი ამ ორ წელს წავშლი, უნდა ჩავამატოთ აქეთ. unordered list-ის შიგნით, ხო? ამიტომ ჯერ ესეც დავიჭიროთ. პირდაპირ ესე დავარქვთ, ან to-dos იყოს, to-dos. დავწერთ ესეთი რაღაცა. const to-dos ან ul-ი, მოდი ul-ი დავწერთ, unordered list-ი, ანუ document get element by id და აქ მივუთითოთ to-dos. ნახეთ, რადგან ჩვენ უკვე დავიჭირეთ საერთო ლისტი, ანალოგიურად შეგვიძლია დავწეროთ, რომ ამ ლისტში გვინდა დავამატოთ list ელემენტი. ანუ ისევ და ისევ. როდესაც კლიქს ვაწვევი, იქმნება ეგ 3-ვე ელემენტი ცალ-ცალკე, 3-ვეს ენიჭება რაღაცა მნიშვნელობები, ანუ მაგალითად ამას ენიჭება ტექსტური მნიშვნელობა, ამას ტიპი button-ი, ამას type-ი, checkbox-ი და ასე შემდეგ. მერე დასაწყისში შევქმნით საერთო wrapper-ი, კონტეინერი, ანუ list item-ი ამათვის და ეგ ყველაფერი შევყარეთ list item-ში და უკვე აი ეს მზა ერთი სტრიქონი, ხო, რომელიც უკვე გაკეთებული to-do არის, გვინდა დავამატოთ ჩვენ სიაში. აქეთ. და მაგიტომაც წამოვიღეთ მთლიანი სია და ვამატებთ ამ list ელემენტს. ნახოთ, აბა, დავწერთ თუნდაც JavaScript-ი, add და კი ბატონო დაემატა. თუმცა ნახეთ რა გამომრჩა button-ისთვის რაღაცა ტექსტის მიცემა, ხო? ამიტომ აქ დავდგეთ და დავწერთ button text content-ი delete და კი ბატონო ეგ იმუშავს. არ შეგეშალოთ ახლა. ეს ორი ცალი არის დასაწყისში უბრალოდ სატესტოდ რაც შევქმნით, მაგრამ მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ უკვე ისინია, რომლებიც ჩვენით შევქმნით JavaScript-ის გამოყენებით. კარგი. ეგ გავაკეთეთ. ახლა ნახეთ, შეგვიძლია მოვნიშნოთ თითოეული ტასკი, რაც იმას ნიშნავს, რომ შევასრულეთ, ხო? და თუ ტასკი უკვე შესრულებულია, მაგას ზემოდან დაედება ხაზი. ნუ კი ბატონო, აი ასე მოვნიშნავთ მაგ ელემენტს, მაგრამ ხაზი ჯერ არ გამოჩენილა. დააკვირდით, ამის მონიშნაზე უნდა დაედოს ამას რაღაცას სტილი ან კლასი ასე შემდეგ. ანუ ამისი მონიშნა უნდა დავიჭიროთ
event listener-ით და მერე შევცვალოთ ეს. ანუ, ნახეთ, checkbox add event listener-ი. ოღონდ, ნახეთ, რადგან ეს უკვე ბათანი არ არის, ამას ცოტა სხვანაირი event-ი ექნება და რას გულისხმობ მაგაში. ახლა ბათანს რო ვაწვევით, კი ბატონო, ეს არის ჩვეულებრივი კლიკი, მაგრამ აი input-ებთან უკვე აღარ გვაქვს შეგვიძლია როგორ არა გამოვიყენოთ კლიკი, მაგრამ არ ვიყენებთ. ვიყენებთ input events და რას გულისხმობ? აი text box აქვს თავისი input-ი, მაგალითად რამეს როცა ვწერ, ეგ უშვებს თავის რაღაცა events. შეგვიძლია სხვათა შორის ეგ დავაკონსოლოთ. აბა, აქვე გაჩვენებთ. ჯერ ეს event listener-ი გავთიშოთ. input add event listener. Ну, კი აი სტანდარტურად click შეგვიძლია დავწეროთ, ესე console log რაღაცა clicked და კი ბატონო, აი რომ დავაკლიკებ, clicked გაიშვება, მაგრამ clicked-ის გარდა ამს აქვს input-ი. ანუ აკრეფვა. ეგ ფუნქცია გაიშვება მაშინ, როდესაც აი რამეს ავკრიფავ. ნახეთ, ყოველ ჯერზე ანუ 8 ცალი სიმბოლო მაქვს შეყვანილი, შესაბამისად 8 ჯერ გაიშვა ეგ event-იც. და input-ებზე ვიყენებ ძირითადად inputs. და ამისი მონიშნა, checkbox-ის მონიშნა, ხო? არის სწორედ input event-ი. ამიტომაც აქ არა clicks დავზერ, არამედ inputs. და ჩვენ გვინდა რომ პარაგრაფს მივცეთ რაღაცა სტილი. მოდი ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. completed კლასი შევქმნათ. და text decoration მივცეთ line through. რა შვება ახლა ეს? აი დავუშვეთ რომელიმე პარაგრაფს მივცეთ ეგ კლასი completed line through ზემოდან დაადებს ამ ხაზს. text decorations ადრეც ხმარობდით რისთვის და ლინკებისთვის, აი links თუ ქმნიდით და რამე აი რაღაცა მივცეთ არ აღნიშნავენ. ნახეთ links ქვემოდან ხაზი აქვს. ჩვენ თუ ამას მივცემთ აი ესე class completed, ხო, completed. ნახეთ, ეგ ხაზი უკვე ზემოთ ავწიეთ. ან როგორც ყველაზე ხშირად ვწერდით, text decoration none, რომ საერთოდ ეს ხაზი მოაშოროს, ხო? მაგრამ ჩვენ გვინდა მხოლოდ და ესე შუაში ხაზი, აქაც ეს default-ად ეგ წავშალოთ და ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ, რომ როდესაც checkbox-ზე ვაკლიკებთ, პარაგრაფს ან დავუმატოთ, ან წავუშალოთ ეგ კლასი. დავწერთ პარაგრაფ, class list, toggle, ხო? ანუ ცალ-ცალკე რო ავწეროთ თუ აქვს მაშინ წაუშვა და ასე შემდეგ, თვითონ გადაწყვეტს ამას. თუ აქვს წაუშლის, თუ არ აქვს დავუმატოს. completed. ოღონდ გვექნება ერთი პრობლემა, ნახეთ, რომ გავუშვათ, შეიძლება სწორედ არ იმუშაოს და რატომ? იმიტომ რომ პარაგრაფი დაბლა შექმნილი, მე კიდე ამას ზემოთ ვიძახებ. მოდით რომ რაღაცა საერთო სტრუქტურა მივიღოთ და შეცდომაც არ გვქონდეს, ხო? პარაგრაფზე რაღაცა მოქმედებები გავუშვათ მას შემდეგ, რაც უეჭველად შევქმნით ამას და არანაირი პრობლემა არ გვექნება. გასაგებია, ხო? კარგით. ახლა უყურეთ, თუ შევქმნი რაღაც ახალ ელემენტს JavaScript-ს და ამას მოვნიშნავ, მაშინ კი ბატონო, ესეც მოინიშნება. ამაზე ლოგიკა, რა თქმა უნდა, არ იმუშავებს, იმიტომ რომ ეგ ორი ლისტი თავიდან უბრალოდ შეიქმნა. ხვდებით, ხო? ეგ რო უკვე ჩემი შევქმნი და ამ inputs-საც უკვე რომ მივეცი რაღაცა ლოგიკა, მაგიტომაც ეგ ყველაფერი მუშაობს. კარგი. მონიშნის გარდა ჩვენ ასევე შეგვიძლია წავშალოთ. ხო, სანამ წავშლით, ერთი რაღაცა მინდა გაჩვენოთ. ხშირად, როდესაც რაიმე ელემენტს ჩვენ ვამატებთ input-ში, ხო? კარგი პრაქტიკა იქნება თუ მაგ inputs გავანულებთ, ანუ ჩაწერილ მნიშვნელობაზე წავშლით. ნახეთ, მე დავუშვათ დიდი სიის დამატება მინდა, ნუ ჯერ HTML-ი დავამატე, ნახეთ, CSS-ი მინდა დავამატო. უნდა წავშალო ყველაფერი CSS-ი, მერე კიდევ წაშალო და რატომ უნდა მომიწევს ხელი წაშლა, როდესაც ამისი გაკეთებაც შემიძლია პირდაპირ აქვე. ნახეთ, დამატების ბოლოში დგები და ნიშნავ input values, ოღონდ ადრე ხო გამოვიყენე ეს input value უბრალოდ რაღაცას მივანიჭე, ხო ეგ ნიშნობა, მაგრამ ახლა შემიძლია დავდგეთ და დავწეროთ თვითონ input values მივანიშნოთ ცარიელი string-ი.
დავასეივოთ, რაც არ უნდა მეწეროს აქ, როგორც კი ეს დავაწვევი, ეგ კი ბატონო დაემატება, მაგრამ ეს წაიშლება. არ არის აუცილებელი რომ ხშირად მარტო ის მისცეთ ცარიელი string-ი შეიძლება დაწეროთ ესე hello world-ი დაუშვათ და რაც არ უნდა გეწეროთ, ეს რო დააწვევით hello world-დად გადაკეთდება. გასაგებია ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში ცარიელი string-ი უჭირდება. და რატომ წერ ბოლოში? მე რო ეს დასაწყისში დავწერო, ხო? მაშინ აწი ყველაფერს რასაც აქ დავამატებ, იქნება ცარიელი string-ი. რატომ? იმიტომ რომ დასაწყისშივე გავანულე და აქ რომ მინდა მაგის მნიშვნელობის წამოღება, უკვე ცარიელი string-ია. ხვდებით ხო რა? რატომაც წერია ბოლოში. კარგით. სანამ ისევ წაშლაზე გადავალ, ერთი პრობლემა მინდა კიდე მოვაგვარო, ეს ისაა, რომ თუ არაფერს არ ჩავწერ და დავაწვევი it's, მაშინ ცარიელ ტასკს დაამატებს. რაც არასწორია. რა უნდა ვქნათ? რათა შევამოწმოთ, რომ საერთოდ user-მა რამე შეიყვანა თუ არა. თუ არაფერი არ შეიყვანა, მაშინ არ გაუშვათ ეგ ფუნქცია. ანუ სულ დასაწყისში დავდგეთ და ეგეთი რაღაცა დავწეროთ. თუ input-ის values სიგრძე length არის 0, მაშინ დავწეროთ return-ი. რა შვება return-ი? ფუნქციებში გაივლიდით მაგას, return-ი ყოველთვის რაღაც მნიშვნელობას აბრუნებს, რომელიც შეგიძლიათ მერე გამოიყენოთ და return-ი წყვეტს ფუნქციას. მაგრამ უბრალოდ ახლა ესე თუ დაწერთ return-ს, ხო? ჩვენ არაფერსაც არ დავაბრუნებთ, უბრალოდ ვიტყვით, რომ ამის მერე არსად აღარ წახვიდე. ნუ, ასე დავწეროთ, return. გასაგებია, ხო? ანუ თუ length-ი მართლაც 0-ია და დავაწვევი it's, ნახეთ, არაფერი არ ხდება, არც კონსოლი არაფერი არ ემატება, იმიტომ რომ კოდი აქ დასრულდა. მაგრამ კიდე ერთი პრობლემა გვაქვს. დაუშვათ user-მა შეიყვანა მხოლოდ space-ები. აქ შემთხვევაში კოდი იმუშავებს. რატომ? იმიტომ რომ space-იც არის ელემენტი. Space-იც იკავებს რაღაცა სიგრძეს და ჯამში აქ ხომ მივიღე 8 თუ 9 ელემენტი და ეს პირობა უკვე აღარ შესრულდა და მაგიტომ ამან გააგრძელა. ამისთვის რა შვებით, ნახეთ? დაუშვათ user-მა მხოლოდ ცარიელი string-ები შეიყვანა, ან დაწერა აი ესეთი რაღაცა. ჩვენ ხო რეალურად აქედან მხოლოდ JavaScript-ი გვინდა და არ გვჭირდება ეს space-ები, ხო? ამიტომ string-ის ბოლოში ჩვენ ვწერთ trims. Trim-ი აშორებს საწყის და საბოლოო space-ებს და საბოლოოდ ვიღებთ აი ესეთ strings. თუნდაც ყველა ელემენტი რომ იყოს space-ი, აი ყველა ელემენტი რომ იყოს space-ი, ხო? Trim-ი ამ ყველა space წაშლის და სიგრძე იქნება 0-ის სტოლი და უკვე მოხვდება ამ პირობაში. კარგი. ეგეთი რაღაცა ვქნათ, რომ const trimmed value ან task-ი ან to-do რას გინდათ დაარქვით, ეგ უდრის input value trims. ცალკე ცვლადად რატომ გამოვიტანე, იმიტომ რომ სხვაგანს დამჭირდება ამისი გამოყენება და ყველგან ეს უზარმაზარი პირობა რო არ ვწერო, ერთ ცვლადში მექნება შენახული. და ახლა აქ ვწერ, ნახეთ, თუ trimmed-ის უკვე, ანუ შემცირებულის ზომა სიგრძე უდრის 0-ს. დააკვირდით? აი, არაფერი არ გაიშოვა. რატომ? იმიტომ trim-მა ეგ space-ები მოაშორა და მივიღეთ 0. შესაბამისად ეგ არ გაიშვა. და დაბლა ბარემ არა input value მივცეთ, არამედ trimmed value. დავუშვათ ისევ და ისევ user-მა ასე შეიყვანა რაღაც აი ასე. ხო? ეგ ზედმეტი space-ებიც რო წავშალოთ, აქაც პირდაპირ trimmed value მივუთითოთ და ეგ არის. კიდევ არ არის აუცილებელი დავუშვათ, რომ მარტო 0-ზე შევამოწმოთ, დავუშვათ ეგეთი პირობა გაქვთ, აი თუნდაც აი nickname-ის შექმნის პროცესი თუ გინახავთ, ხშირად ითხოვენ, რომ მაგალითად მინიმუმ 2 სიმბოლო მიუთითოთ. ჩვენ შეგიძლიათ ეგეთი რაღაცა დაწეროთ. თუ სიგრძე ნაკლებია ან ტოლი 2-ზე, ან 1-ზე ან 3-ზე, რასაც გინდათ, არ გაუშვებს მაგას. აი 2 ცალი რო დავწერო, add არ იშვება, მაგრამ 3 ცალი რო დავწერო, ჩვეულებრივად გაიშვება. ნუ, ეგ ერთი პირობა იყოს ასე. გადმოვაკოპირებ ამას და დავაკომენტარებ. მე კიდე ჩვეულებრივად მარტო 0-ებზე მიუთითებ ამას.
კარგი. ახლა დავამატოთ წაშლის ფუნქციონალიც, ხო? როგორ წავშალოთ ელემენტი? აბა ვნახოთ წაშლის ღილაკი, ამაზეც რა თქმა უნდა გავუშვათ event listener-ი, add event listener-ი. აქ უკვე შეგვიძლია კლიქს ჩვეულებრივად მოусმინოთ და წაშლა ხდება ორი მეთოდით. შეგვიძლია წაშლისას პირდაპირ ეს შექმნილი li წავშალოთ. აი რას გულისხმობ? li remove. ანუ თავის თავს წაშლის. და აი თუ დავამატებ ესე JavaScript-ს, მე დავუშვათ ეს CSS, ხო? როგორც კი დავაწვევი delete egg button-ი წაშლის აი ამავე list, რომელშიც თავისი თავია ჩასმული. და რადგან ეს ლისტი საერთოდ როგორც ელემენტი გაქრება ჩვენი C-დანაც, აი ამ ორზე რა თქმა უნდა ისე და ისე არ იმუშავებს, იმიტომ რომ HTML-ში უბრალოდ შევქმნი. ერთი ვარიანტი არის ეს, ანუ თვითგანადგურება და მეორე იქნება რომ თუ მონიშნავთ თვითონ მშობელს კოლექციას და იტყვით ესეთ რაღაცას, რომ მოდი და კონკრეტულად მოვაშოროთ ეს list ელემენტი, რომელიც ზემოთ იყო შექმნილი. ანუ მშობლიდან ვაშორებთ რაღაცა შვილს, რომელიც გინდათ გამოიყენეთ. ალბათ ყველაზე ლოგიკური და მარტივი არის თვითგანადგურება, რომ თუ ბატონს ვაწვევ, მაგრამ ის ელემენტი, რომელიც ზემოთ შეიქმნა, ეგ ელემენტი წაიშალოს. აბა ვნახოთ ახლა. JavaScript-ი დავამატოთ, CSS-ი, SCSS-ი და კი ბატონო, ჩვეულებრივად მუშაობს. იდეაში მარტივი to-do list-ი უკვე აწყობილი გვაქვს, შეგიძლიათ რაღაცა სტილები მისცეთ, თუმცა აქ გვაქვს ახლა ერთი პრობლემა და რაშია ეგ პრობლემა? რადა მონაცემები შენახულია მხოლოდ აქ ბრაუზერში, მაგრამ ისიც მხოლოდ ვიზუალურად. რას ვამბობ? აი რამე რო დავამატო და გავუშვა და მე დავარეფრეშო, ხო? ეგ მონაცემები თავისთავად ხო გაქრებიან, მაგრამ რომც მინდოდეს ამ მონაცემების წამოღება და სადმე გაგზავნა ვერ შევძლებ, იმიტომ რომ მხოლოდ ასე ვიზუალურად ინახება და არა სადღაცას ჩემს კოდში. და რეალურად თქვენ რო აწყობთ რაიმე ვებგვერდს, თქვენ მიიღებთ მონაცემებს ბაზიდან, API-დან, სერვერიდან, როგორც გინდათ დაარქვით, ხო? თქვენ მიიღებთ რაღაცა კოლექციას, მასივს დავუშვათ. მაგ მასივს მე გამოიტანთ, შეცვლით მაგ მასივს და შეცვლილს მე უკან დააბრუნებთ. გაიაზრეთ ახლა თავიდან რაც ვთქვი, ან მონაცემები უნდა შევინახოთ არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ სადღაცას უნდა ვინახავდეთ მაგ ყველაფერს, რომ ცვლილებებიც კარგად დავინახოთ და საჭიროების შემთხვევაში თუნდაც ისევ ბაზას რომ დაუბრუნოთ ეს მონაცემები და ასე შემდეგ. თუნდაც რომ მოგვინდეს აი დამატებული მონაცემების შენახვა, ხო? სადღაცას უნდა შევინახოთ აი ყველაფერი. ეს UI დარეფრეშებისას მაშინვე გაქრება. მივხვდით ხო პრობლემას? ხო და საერთოდ შევინახოთ. to-do შეიძლება ქონდეს ძალიან ბევრი, შეიძლება ერთი ტასკი იყოს, ორი ტასკი და ასე შემდეგ. შესაბამისად თითოეულისთვის ცალ-ცალკე ცვლაც ხო არ შევქმნით? შევქმნით კოლექციას, ანუ რაღაცა მასივს. const to-dos, რომელიც იქნება მასივი. ოღონდ უყურეთ, მე შემიძლია მასივში შევინახო დავუშვათ HTML-ი, string-ად ასე, HTML-ი, CSS-ი, JavaScript და ასე შემდეგ. მაგრამ რომ დავუკვირდეთ ჩვენ to-dos სტრუქტურას, ნახავთ რომ მარტო სახელი, ტასკის სახელი, დავალების სახელი არ არის საკმარისი, იმიტომ რომ თითოეულ საკს ეს შესრულებულია თუ არა. და გამოდის რომ გვიწევს თითოეული ელემენტისთვის ამ სტატუსის შენახვაც, სახელის შენახვაც, ნუ მე უფრო რო გართულდება ტასკი, მანდა ID-ები და ასე 1000 რაღაცის შენახვა მოგვიწევს. ასე პრიმიტიულად ამ ყველაფერს ვეღარ შევინახავთ. მოგვიწევს ობიექტების გამოყენება. ნახეთ, ისევ მასივი იქნება, მაგრამ თითოეული ელემენტი იქნება ობიექტი. პირველი იქნება ტასკი, ან name-ი, როგორც გინდათ დაარქვით და იყოს დავუშვათ HTML, string-ი. და მეორე პარამეტრი იყოს შესრულებულია თუ არა.
ანუ ან შესრულებულია, ან არა. შესაბამისად ბულინია. ან true არის, ან false-ია. აი ესე ბულინი, ან პატარა ბეთი. ეგ ერთი. მაგრამ შეიძლება კიდევ ერთი ტასკი ქონდეს. ბულინი ეგრე პირდაპირ კი არა, ბულინის ტიპის უნდა იყოს, მაგრამ თავიდან შესრულებული არა. დავუშვათ მეორე CSS-ია. CSS-ი ვიცით, დავწეროთ true. დაემატება დავუშვათ კიდევ ამას JavaScript-ი. JavaScript-იც იქნება false და ასე და ასე შემდეგ. ხვდებით ხო რა პრინციპი არის გამოყენებული და რატომ ჭირდება მე აქ ობიექტი. შეიძლება უფრო მეტი რაღაცის დამატება მოგვიწიოს და ამ ყველაფერს ერთ string-ად ვერ შევინახავთ. ჭირდება კომპლექსური სტრუქტურა, ობიექტი. ოკეი. მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა არის. კი ბატონო, ეს ობიექტი მივიღე, აქ მაქვს სრულიად სხვა რაღაცა გამოტანილი. ახლა როგორ გამოვიტანო თვითონ ეს ობიექტი ჩემს ვებგვერდზე. ჩათვალეთ, რომ ეს ბაზიდან მივიღეთ ესეთი მონაცემები, ბაზა მოგწო, რომ ალბერტის იუზერისთვის არის ეს მონაცემები. როგორ გამოვიტანოთ ახლა ეს შენახული მონაცემები? როგორ და თითოეული ამ ტასკისთვის უნდა შეიქმნას input-ი, ეს checkbox-ი, უნდა შეიქმნას პარაგრაფი, სადაც მიუთითებთ tasks და ღილაკი delete-ი. ანუ იგივე რაღაცა უნდა მოხდეს, რაც დაბლა მეწერა. აქაც ხო თითოეული ტასკისთვის ახალი სტრუქტურა იქნებოდა, ხო? და რეალურად აქაც უნდა მოხდეს იგივე. ანუ რომ მოვა HTML-ზე, ამისთვის შეიქმნება checkbox-ი, მერე პარაგრაფის სახელად HTML-ი და მერე ბათენი. მერე ეგ ყველაფერი განმეორდება შემდეგისთვის. ხელით რო არ ვწეროთ ეგ ყველაფერი, ხვდებით რომ გჭირდება for ციკლი, ანუ მეთოდი, რომლითაც დაუყვებით თითოეულ ელემენტს და თითოეულ ელემენტზე გავიმეორებთ იგივე პროცესს. სიმარტივისთვის შევქმნი ფუნქციას, დავარქვევ render to do's, render ნიშნავს დახატვას, გამოჩენას, აი აქ რო გამოჩნდეს რა. და პირველ რიგში დავუყვეთ ჩვენ for ციკლს, ანუ დავიწყოთ 0-დან და სად უნდა გაჩერდეს, როცა მივა to do's ბოლოში, ხო? და მოდი console log-ში გამოვიტანოთ თითოეული ჯერ to do's ელემენტი. to do's i, ხო? ინდექსაცია გვახსოვს, ხო? მასივის პირველი ელემენტი რო გამოვიტანოთ to do 0, მეორე ელემენტი 1, 2 და ასე შემდეგ, მაგრამ ხელით რო არ ვწეროთ, აქ ვქნით უბრალოდ to do's და ვაძებთ ინდექსს. მაგრამ არაფერი არ ჩანს, რატომ? იმიტომ რომ ეს არის ფუნქცია. ფუნქცია იშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც მაგას ვიძახებთ. ამიტომ სადღაცაც გამოვიძახოთ ეს ფუნქცია render to do's. და ახლა კი ბატონო, ნახეთ, სამივე ჩემი ტასკი მივიღე. ტასკი HTML-ი, CSS-ი და JavaScript-ი. რადგან უკვე წოდომა მაქვს ამ ტასკებზე, შემიძლია თითოეული ეს ტასკი გამოვაჩინო ბრაუზერში. და რათა გამოვაჩინო, მოდით და ეს პროცესი გავიმეოროთ. ანუ აქ მარტო console log-ი კი არა, დავწეროთ ესეთი რაღაცა და დავასეივოთ. ანუ პირველი HTML-ისთვის შეიქმნას ლისტი, შეიქმნას checkbox-ი, checkbox-ის ტიპი უნდა იყოს, ანუ input-ი უბრალოდ, input-ის ტიპი უნდა იყოს checkbox-ი, უნდა შეიქმნას პარაგრაფი, მაგრამ ნახეთ, პარაგრაფს ადრე ვაძლევდით აი ამ მნიშვნელობას, ხო? მაგრამ აქ ხო input-ი აღარ გვაქვს. აქ ხო ეგ მნიშვნელობა პირდაპირ ტასკშია შენახული, ხო? ამიტომ დავწეროთ, რომ p-text content-ი უდრის არა input-ის მნიშვნელობას, არამედ იმ to do's ტასკის, რომელზეც დგას. ნახეთ, ეს არის to do's i, ანუ ის კონკრეტული ტასკი, რომელზეც ჩვენ ვდგავართ. თუ ინდექსი არის 0, მაშინ ჯერ ამაზე ვდგავართ და შესაბამისად ამისი ტასკი იქნება ეს HTML-ი. ანუ როგორ ვიძახებ? to do's i წერტილი task. ანუ ჯერ ამისთვის მიეცემა HTML-ი, მერე იმისთვის CSS-ი და ასე შემდეგ. და დანარჩენი იგივე სტრუქტურა შეიქმნება ბათნიც, ლისტში დაემატება ეგ სამივე და მერე ეგ ყველაფერი ჩაჯდება საერთო სიაში. მოდი ახლა ეგენი დავაკომენტაროთ, იმიტომ რომ აღარ გვჭირდება. აი ასე. ცარიელია თავიდან დავასეივოთ და ნახეთ ჩაიტვირთა ვებგვერდი და ჩატვირთვის თანავე
ჩათვალეთ, გამოიტანა ის, რაც ბაზიდან ჰქონდა წამოღებული. აქ რო აი თუნდაც რაღაცა შევცვალო, აი რაღაცა დავწერო, რა მნიშვნელობა, ბაზაში ტასკი ეგრე იყო, ხო? მაშინ ეგრე გამოჩნდება. ხვდებით, ხო? რისი თქმაც მინდა. თავიდან მაინც გავიმეორებ, არ ვიცით რამდენი ელემენტი იქნება, 1, 20, 100 თუ 1000, ამიტომ გჭირდება მასივი და რათა თითოეული ელემენტი ასე გამოვიტანოთ, როგორც დამატებისას ვქნიდით list objects, list elements, ანალოგიურად აქაც ვაკეთებთ, ოღონდ ჯერ უნდა დავუყვეთ თითოეულ ელემენტს და თითოეულზე უნდა შევქნათ ეს ელემენტი და ჯამში მერე დავამატოთ list-ში. მაგრამ აქ გვაქვს ერთი პრობლემა. რა პრობლემაა ეს? რადა თუ გახსოვთ, task CSS-ი უკვე იყო შესრულებული. აქ უნდა იყოს ეგ მონიშნული უკვე, მაგრამ არ არის. როგორ შეგვიძლია საერთოდ მონიშნა? ნახეთ, აი აქ თუ დაუბრუნდები ამ ვარიანტს და ერთი დროებით ამას დავაკომენტარებ, აი ძველ ვარიანტს. თუ მე input-ზე დავდგები checkbox ტიპის input-ზე და მივცემ აქ checks, ანუ მონიშნოს, ხო? Default-ად ჩატვირთვისთანავე ეგ იქნება უკვე მონიშნული. მეორე რა თქმა უნდა არაა მონიშნული. რადგან აქ ესე checked-ის მიცემა ჩვენ შეგვიძლია, მოდით და შექმნისას გავაკეთოთ ეგეთი რაღაცა, რომ როდესაც შეიქმნა checkbox-ი, დავწეროთ, რომ ამისი checked რას უდრის? თუ ეს არის false-ი, მაშინ კი ბატონო false-ი მიეცემა და არ იქნება მონიშნული, მაგრამ თუ ეს არის უკვე true, აქაც გადმოვა true და checkbox-ი იქნება მონიშნული. ან to-dos წერტილი completed. მეორე, რადგან იყო true, ესეც შექმნისას გახდა true და მაგიტომ დასაწყისშივე ვხედავ, რომ ეს არის მონიშნული. მაგრამ აი ნახეთ, უკვე კლასი პირიქით მუშაობს, დააკვირდით, მე რო ამას ვაშორებ, ეგ ხაზი ემატება და როცა ვrთავ პირიქით ქრება. რატომ? ამაზე ჩვეულებრივად მუშაობს, იმიტომ რომ default-ად ორივე გათიშულია და toggle რა შვება, თუ ორივე გათიშულია, ორივეს უმატებს. მაგრამ ამაზე პირიქით მუშაობს. და როგორ გამოვასწოროთ? ანუ გამოდის, რომ ჩატვირთვისთანავე ამაზეც ხაზი უნდა იყოს გადასმული. ხვდებით, ხო? როგორც ეგ დასაწყისში იყო მონიშნული, ანალოგიურად ეგ ამასაც უნდა ჰქონდეს ხაზი. ამიტომ აქ პარაგრაფზე ვდგებით და პარაგრაფის cluster list-ში toggle-ს ისევ წერთ, ისევ complete-იც, ოღონდ ერთ რაღაცას ვუმატებთ. მაგამდე ხო ვწერდით ერთ პარამეტრს, თუ არ აქვს დაემატოს და თუ აქვს წაეშალოს. მეორე პარამეტრი არის როგორც საწყისი მნიშვნელობა, საიდან დაიწყოს, დამატებულიდან თუ წაშლილიდან. ნახეთ, to-dos i completed. თუ ეს არის true, მაშინ default-ად მაგ completed-ს დაამატებს და შემდეგში რომ მივალ ამაზე და დავაწვევი, უკვე წაშლის მაგას. მაგრამ ამ ორ ელემენტზე რადგან false იყო, შესაბამისად არც დაამატა და უბრალოდ მარტო პირველი დაჭერისას დაემატება. ხვდებით ხო პრინციპს? კარგით. შესაბამისად წაშლაც ყველაფერი ჩვეულებრივად მუშაობს. მოდი აბა რაღაც ახალი ელემენტის აი ეს CSS-იც დავამატოთ. მუშაობს, მაგრამ ეგ ყველაფერი არის ილუზია, ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ეს to-do რჩება უცვლელი. როგორც ქონდა 3 ელემენტი, ისევ რჩება ამაში 3 ელემენტი. მე რომ ყველა წავშალო, ეგ ყველაფერი იშლება ვიზუალურად. ჩემი საწყისი მონაცემები იგივე რჩება. თუნდაც ეგ რო გავთიშო და ვთქვა რომ აი არ არის შესრულებული ეს ტასკი, ხო? აქ მაინც true დარჩება. ეს ვიზუალურად გავთიშე მე ეგ ცვლილება. ხვდებით, ხო? და რა გამოდის, რომ ახლა ეგ ყველა ცვლილება უნდა გადმოვიტანოთ აქაც. და ჯერ მოდი დავrწმუნდეთ ამაში, რასაც ვამბობ. აი, სანამ რამე ელემენტს წავშლი, ან წაშლის მერე კონსოლში უბრალოდ გამოვიტანოთ თვითონ აი ეს მასივი. ნახეთ, 3 ელემენტი ხო ქონდა, წესით რო წავშლი, ახლა ხო უნდა ქონდეს 2 ელემენტი, მაგრამ ნახეთ, კონსოლში ისევ 3 ელემენტს მიჩვენებს წაშლის შემდეგ. იმიტომ რომ ეს ვიზუალურად ამოვარდა ეგ ელემენტი. ანალოგიურად
აი checkbox-საც რო შევხედოთ. ჩვენ რო ვაწვევით ამ ელემენტს, ხო? ჩვენ გონია რომ უკვე გავუთიშეთ ეგ, მაგრამ სინამდვილეში ნახეთ CSS-თან completed არის true. ხვდებით? ამიტომ თითოეული ეს ქმედება აღარ უნდა იყოს მხოლოდ ვიზუალური. და რა ვქნათ უყურეთ? თუ დაუშვათ თუ მოვნიშნავ მე ამ ღილაკს, მაშინ ეს თუ იყო true, თვითონ აი ამ array შიგნით უკვე უნდა გახდეს false. ანუ თვითონ array-ც უნდა შეიცვალოს. ამიტომ ნახეთ რას ვწერ. to-dos ანუ რომელ to-dos-ებს ვდგავარ, მაგისი completed უნდა გახდეს თავის საპირისპირო. თუ იყო true უნდა გახდეს false და თუ იყო false გახდეს true. და ვწერ რომ ეგ უდრის to-dos is completed, ოღონდ წინ უნდა დავუწერო ძახილის ნიშანი. და რას ნიშნავს? ძახილის ნიშანი ატრიალებს პირობას. საპირისპიროს გვაძლევს. ანუ თუ ეს იყო true, დაჭერისას ეგ ისევ იქნება true, მაგრამ ძახილის ნიშნის გამო გახდება false. დავურწმუნდეთ ამაში. console log to-dos. ნახეთ, default-ად ეგ არის true, მაგრამ როგორც კი ამას დავაწვევით, გამოვიდან, ნახეთ, უკვე აქ წერია false. აქ თუ დავაწვევი, ეს false უკვე გადაკეთდება, ნახეთ, true-ად. ხვდებით ხო რატომ ვამბობ ამ ყველაფერს? ნიშნულოვანია რომ ეს ცვლილებები მარტო ვიზუალური არ იყოს. მოვაშორეთ ეგ ზედმეტი console logიც ახლა და როგორ ვქნათ ახლა წაშლა. წაშლისთვის რეალურად რა უნდა ვქნათ? თუ გვინდა წავშალოთ მესამე, ამოდით მეორე ელემენტი, ჩვენ უნდა დავიჭიროთ მხოლოდ ეგ, ამოვიღოთ ეს ელემენტი და ისე ამოვიღოთ, რომ ცარიელი სივრცე არ იყოს რა, ანუ ყველამ ჩვეულებრივად დაიკავოს მისი ადგილი, ხო? დაკარგული ეს ადგილი. ამისთვის JavaScript-ში მასივებისთვის გვაქვს splice. რა შვება splice? ნახეთ. to-dos splice და დავწერ is და 1. რას ნიშნავს ახლა ეგ? splice პირველ რიგში უნდა მივუთითოთ, რომელი ინდექსიდან უნდა დავიწყოთ. 0, 1, 2, 3 და ასე შემდეგ. გვინდა CSS-ის წაშლა. CSS-ის ინდექსი არის 1, იმიტომ რომ 0-დან იწყება ათვლა. და რას შვება ახლა ეს მეორე ერთიანი. ჩვენ ვეუბნებით, რომ ამ ინდექსიდან დაწყებული რამდენი ელემენტი უნდა წაშალოს. ნუ მარტო CSS-ის წაშლა გვინდა, ხო? შესაბამისად, მარტო 1-ს დავწერთ. ნუ თუ რაღაც სხვა პირობა იქნება, რომ მოგიწევთ მეტი ელემენტის წაშლა, მეც მივუთითებ. მაგრამ ახლა გვჭირდება 1. და ინდექს საიდან ვიგებთ? ინდექს ვიგებთ აი ამ for ციკლით, ხო, რომ დავუყევით დასაწყისში. რითაც გამოგქონდა ყველა ელემენტი კონსოლში, ხო, to-dos i და ასე შემდეგ. ანუ თუ მე მინდა ამისი წაშლა CSS-ის, მაშინ აქ დაიწერება ერთიანი და წაიშლება კონკრეტულად ის ელემენტი. თუ მე წავშლი დავუშვათ HTML-ს პირველ ელემენტს, იქნება 0 და ასე ამოშლის ამას. დავურწმუნდეთ, რომ ეგ მუშაობს, console log-ში გამოვიტანოთ ახლა to-dos და წავშალოთ რომელიღაც ელემენტი და კი ბატონო, ეგეც ჩვეულებრივად მუშაობს და უკვე ორი ელემენტი, ანუ ხო რა თქმა უნდა 0-ის გაჩერება. აი აქ უკვე აღარ გვექნება ეგ ელემენტები. ნუ, ოკეი, ეგ ჯერ აღარ გვინდა. კარგი. მაგრამ კიდე ერთი პრობლემა გვაქვს ახლა, რომ ეს სამივე ღილაკი, ანუ საწყისი ღილაკი, სწორად მუშაობს. მაგრამ მოდით აბა დავამატოთ რაღაცა ახალი. ეს ახალი არ დაემატება ჩვენს to-do-ში, რატომ? იმიტომ რომ დამატების ლოგიკა არ გვაქვს გაწერილი. რას გულისხმობ ამაში? ნახეთ, აი დამატება ხო აქედან ხდება. აბა გავყვეთ, ეგ ყველაფერი ვიზუალურია, კი ბატონო, ვიზუალური. აჰა, ლისტი შექმნა, ლისტი, საერთო ლისტი ჩააგდო, მაგრამ სად არის to-do-ში დამატება? რადგან ეს არის მხოლოდ ვიზუალური დამატება, ბაზასაც ვეღარ გადავცემთ ამ ახალ მნიშვნელობას. დავრჩებით მხოლოდ აი ამ საწყის სამთან. ამიტომ ეგეთი რაღაცა ვქნათ, რომ როდესაც მოურჩებით უკვე ესე ვიზუალურად მაგის დამატებას, ავიღოთ to-dos და ბოლოში დავუმატოთ ჩვენი ახალი to-do. push-ით ჩვეულებრივად დავუმატოთ. როგორც მასივში ვუმატებდით რაღაცა ელემენტს. აქაც
ხო მოვიყვანეთ ის პარალელი, რომ ეგ იგივეა მასივის ფუში, რომ ვიზუალურად ბოლოში დავამატეთ, ანალოგიურად აქაც. ოღონდ ახლა უყურეთ. რა უნდა დავამატო? უნდა დავამატო ტასკის სახელი და შესრულებულია თუ არა. იგივე სტრუქტურა აუცილებლად უნდა შევინარჩუნო. ახლა აქ მე ვერ დავამატებ მარტო მაგალითად მარტო სტრინგი არ მექნება აქ. ხვდებით ხო? იგივე სტრუქტურა უნდა მქონდეს. ამიტომაც ფუში მე ვამატებ ობიექტს. ობიექტის ტასკი რა უნდა იყოს? აი რა უნდა დაემატოს აქეთ. რა და რაც ზემოთ დავწერთ, ხო? აი აქ რასაც აუკრებთ, მაგის მნიშვნელობა. ოღონდ trimmed value. ანუ trimmed space-ები რომ მოვაშორეთ, კიდევ ერთხელ ვთქვა. trimmed value. და მეორე უნდა მიუთითოთ შესრულებულია თუ არა ტასკი. რადგან ეს ახალი დამატებული ტასკია, რა თქმა უნდა ჯერ შესრულებული არ იქნება, ამიტომაც ამას დავუწეროთ false. ახლა მე რო უკვე დავამატებ ახალ ელემენტს, ეგ ელემენტი როგორც ვიზუალურად, ისე ჩემს მასივშიც დაემატება. და მე კი ბატონო მაგას ჩვეულებრივად გამოვიყენებ, სადაცაც გავაგზავნი და ასე და ასე შემდეგ. დაურწმუნდეთ ამაშიც console log to-dos დავასეივოთ, დავამატოთ აქ დავუშვათ angular და უკვე ნახავთ რომ 4 ელემენტი მაქვს. მეოთხე არის angular და არის false. თუმცა კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს და რა პრობლემაა? ნახეთ, აი ეს ლოგიკა ჩვენ რო გავუწერეთ რომ ამას რო ვაწვევით მასივშიც უნდა შეიცვალოს, ამას რო ვშლით მასივიდანაც უნდა ამოაკლდეს და ასე შემდეგ, გაწერილი არის მხოლოდ renders to-dos-ში. საწყისი ელემენტებისთვის. მაგრამ აი ახალი ელემენტებისთვის, აი ამათვის, უკვე ეგ ლოგიკა მე ხო აღარ მაქვს გაწერილი, ნახეთ, ეგ ხო ცალკე რაღაცა ფუნქცია არის. ანუ გამოდის რომ აქაც უნდა გადმოვიდე, დავწერო იგივე, რომ ამისი რაღაცა მნიშვნელობა ისე და ისე, ხვდებით ხო ის თქვენს მინდა? აი გამოდის რომ ორი თითქმის ერთნაირი კოდის წერა გვიწევს გვერდ. დაუშვათ ეგ ლოგიკა შეიცავს 100 ხაზს. გამოდის რომ ერთი 100 ხაზი ზემოთ უნდა გეწეროთ, იგივე 100 ხაზი ქვემოთ, შეიცვალა მანდ 20 ხაზი ზემოთ, გამოდის რომ ქვემოთაც უნდა შეცვალოთ 20 ხაზი. თუ 200 ხაზი იქნება და 50 შეიცვალა, ხო არ დაიწყებთ ამ ყველაფრის კეთებას. მოდით ახლა ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. აი, ცოტა სხვა ლოგიკა შემოვიტანოთ ამ ყველაფერში. რას შვება render to-dos? რა ელემენტებიც აქ მოცემული, აი ესენი. მაგის მიხედვით უბრალოდ გამოაქვს მონაცემები და თავის ლოგიკას ამატებს. ანუ render to-dos როგორც მხოლოდ ინფორმაციის გამოსაჩენად გვაქვს. ახლა ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. რომ ამ ღილაკზე დაჭერისას ჩვენ არა ხელით დავხატოთ ეგ ელემენტი და მერე ჩავსვათ. არამედ მოდით ეგ ყველაფერი წავშალოთ და უბრალოდ მასივში დავამატოთ ეგ ელემენტი. უბრალოდ მასივში დავამატოთ. ახლა თქვენ იტყვით, ხო, კაი, დავამატეთ, მაგრამ ვიზუალურად ხო არ გამოჩნდა. ხო და ვიზუალურად თუ არ ჩანს, მოდი და გამოვიძახოთ render to-dos. ანუ, ახლა უყურეთ, 3 ელემენტი იყო დასაწყისში. მეოთხე დავამატე. და აი მეოთხე დამატებულის მერე render to-dos რო ვაძლევ, უკვე ეს ფორციკლი არა 3ჯერ დატრიალდება, არამედ 4ჯერ, იმიტომ რომ უკვე მაგისი ზომა არის სიგრძე 4 და მანდ თან დაამატებს მეოთხე ელემენტსაც. კოდი ბევრად შემცირდა, აღარ გვიწევს ორი ერთნაირი ლოგიკის გაწერა, ერთში უბრალოდ ვამატებთ ელემენტს და render to-dos უკვე გაქვს ინფორმაციის გამოსაჩენად. შეიძლება ცოტა რთული იყოს თავიდან ამისი აღქმა, მაგრამ პრაქტიკის მერე ნამიჯერეთ ყველაფერი ლოგიკური გახდება და ჯამში ახლა ბევრად უკეთესი კოდი დავწერეთ, იმიტომ რომ ისევ და ისევ ვიმეორებდით მაგ კოდს, რაღაცა მთელი პრობლემები იყო, სადღაცა ჩვენ გამოგვეპარებოდა მასივში მონაცემების განახლება. ამიტომ მოდი და ეს თლიანი განახლება გამოტანა იყოს render to-dos, ანუ სულ სხვა რაღაცა კლასის საქმე, ხო?
და ჩვენი საქმე, აი რაც რეალურია ჩვენი საქმე, ხო? ეს არის ელემენტის დამატება აი ამ ბათენში. ნუ ერთადერთი რა დავამატე, რა დავტოვე, რა არ წავშალე. რა და თუ ნულია მაგის სიგრძე, ნუ შეწყვიტოს და არაფერი აღარ დაამატოს. კარგი. ჩავწეროთ ახლა ისევ ანგულარი ed ნაედ რა მოხდა. გამეორდა, მაგრამ ბოლოში მაინც ანგულარი დაემატა. თუ გადავხედავთ render to-dos გავიხსენებთ, რომ რასაც ბოლოში დავაგენერირებდით და შევქმნიდით, დავამატებდით მერე იმაში საერთო ლისტში. ანუ დასაწყისში რომ გამოვიძახეთ ეს ფუნქცია, 3 ცალი დააგენერირა და ეგ 3 ცალი დაამატა ლისტში. მაგრამ მე რომ დავამატე ახლა ახალი ელემენტი, ეს 3 ელემენტი ხო მაინც ლისტში დარჩა შექმნილი. კი ბატონო, ამან 4 ახალი ელემენტი შექმნა, მაგრამ იმ 3-ს დაუმატა. მაგიტომაც ჯამში მივიღე 7 ელემენტი. მოდით აბა კიდევ ერთი რაღაცა დავამატოთ, დავუშვათ TypeScript-ი. ახლა რას იძლევა? HTML, CSS, JavaScript, HTML, CSS, JavaScript და Angular-ი, ეგ მეორე იყო დამატებული და ისევ HTML, CSS, JavaScript, Angular-ი და მერე TypeScript. ხვდებით ხო? ანუ რა გამოდის? რომ სანამ აი ამ მასივს, ამ ლისტებს გამოვიტანთ, მოდი და წინა მნიშვნელობა საერთოდ გავანულოთ. ხვდებით ალბათ ხო ის თქვენს მინდა? ანუ კი ბატონო 3 იყო, ახლა 4 უნდა აჩვენოს, ხო? მოდი ეგ 3 გავაქროთ და პირდაპირ მხოლოდ ეს 4 დავსვათ. ვა, კიდე ერთი ელემენტი დაემატა, ნუ კი ბატონო ეს 4-იც წავშალოთ, პირდაპირ ეს 5 დავამატოთ. და ანალოგიურად თუ ერთ-ერთ ელემენტსაც წავშლით, ის ძველი ყველა წავშალოთ და ვაჩვენოთ ახალი, სადაც ეგ გამოკლებულია რა. ახლა როგორ წავშალოთ შიდა კონტენტი? ანუ ჩვენ ვნახეთ ელემენტის დამატება, შექმნა ჯერ და მერე ელემენტის დამატება. წაშლაც ვნახეთ. აი წაშლა, აი აქ სადღაც გვეწერა ის list remove. ეგეც ვნახეთ. თუმცა list remove შლის მხოლოდ ერთ ელემენტს. ან კონკრეტულად თუ მიუთითებთ, კი ბატონო, მაგ ელემენტს წაშლის, მაგრამ თვითონ unordered list-ის შიგნით ყველაფერი როგორ წავშალოთ. unordered list რა თქმა უნდა არ წავშლით, ხო? იმიტომ რომ მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ამისთვის ეგეთი რაღაცა ჯერ მინდა გასწავლოთ. არის ესეთი ერთ-ერთი პარამეტრი, მოდით აი პარაგრაფს შევქმნი. პარაგრაფი, ID ამას გქონდეს, უბრალოდ ტესტი რაღაც ესე დავარქვათ, ტესტი. მოდით div იყოს ეგ, div. და წამოვიღოთ ჩვენ ჯერ ეს ტესტი, რომ test ან div დავარქვათ, უფრო მარტივი იქნება. document get element by ID და დავწეროთ ასე ტესტი. ნაით ჩვენ ვისწავლეთ text content-ი და inner text-ი, ხო, რითაც შეგვიძლია რაღაცა მნიშვნელობის მინიჭება. აჰა, კი ბატონო, მიანიჭებს ამას. მაგრამ inner text-ის გარდა აქ ასევე არის inner HTML. და inner HTML შიგნით იწერება ჩვეულებრივი HTML. აი ჩვეულებრივი, რასაც აქ წერდით. გინდათ ამის შიგნით რომ პარაგრაფი შეიქმნას? მაშინ აჰა ასე პარაგრაფი და შიგნით ჩაწეროთ hello world-ი. აბა inspect-ით გადავიდეთ ამაში. inspect-ით და ნახეთ div test-ის შიგნით შეიქმნა პარაგრაფი. აი ყველაფრის გაწერა შეგიძლიათ ამით. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აი შეიძლება გაგიჩნდეთ ეს შეკითხვა, რომ მაშინ ამ list-ს რატომ ქნიდი ასე, ამას რატომ ვაკეთებდი, როცა შემეძლო მაგათად დამეწერე ესე list-ი აქეთ, მერე list-ის შიგნით input type checkbox-ი და ასე შემდეგ. კი, შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ ლოგიკას ვერ მიუთითებთ. აი ეს რომ აი ღილაკზე რომ დაჭერისას რაღაცა ლოგიკა უნდა გაიშვას, ეს დინამიურად უნდა იცვლებოდეს და ასე შემდეგ. ანუ ფიქსირებულია რა ეს. გარდა ამისა, ერთ სიტყვით იმის კომენტი რომ დაიმახსოვრეთ თუ რამე ელემენტები შექმნა გინდათ, ასე შექმნით. ასე არ შექმნით. ძალიან იშვიათად შექმნით ასე. და რატომ ახლა ვიტყვი ამ მიზეს? ყველაზე ძირითად მიზეს ისა რომ აქ თუ არასწორად გაწერთ კოდს, ჰაკერებს და სხვაებს შეუძლიათ მიუთითონ მავნე კოდი, რომელიც გააფუჭებს თქვენ ვებგვერდს. მავნეს იმას კი არ გულისხმობ, რომ აი პირდაპირ ვირუსი მიუთითოს და რაღაცა ტროჟანი დაგიყენდეთ და ასე შემდეგ. არა,
შეიძლება აი თქვენ გაქვთ ავტორიზაციის ვებგვერდი და მაგ ვებგვერდში უნდა შედიოდეს მხოლოდ ადმინი. ან დასაწყისში ჩაწერთ ლოგინს და password. შეუძლიათ ისე გააკეთონ, ისე დაწერონ, რომ მოატყუონ თქვენ აი ლოგინის კომპონენტი და თვითონ გადაიყვანს პირდაპირ ადმინის ვებგვერდზე. ხვდებით ხო ისი თქვენს მინდა? ანუ ასე inner HTML-ის დაატოვება არ არის თლად კარგი, იმიტომ რომ საფრთხეს ტოვებთ თქვენ კოდში. მაგრამ აი ხა ჩვენი დავალებისთვის inner HTML-ი ძალიან შესაფერისი ვარიანტია და ახლა ახსნი რატომ აქ inner HTML-ში არც არანაირი კოდს არ უწერ და მიხვდებით რატომ შემიძლია აქ ახლა ეს თავისუფლად გამოვიყენო. მე მინდა რომ სანამ ახალი ლისტი გამოჩნდება დავწერო ეგეთი რაღაცა რომ unordered list inner HTML ცარიელი string. ანუ რას ნიშნავს ეგ? რაც მაგამდე იყო ლისტები, პარაგრაფები და ასე შემდეგ, ეგ ყველაფერი გაქრება, გახდება ცარიელი string-ი, ანუ მივიღებთ ცარიელ unordered lists და მე მაგ ცარიელ lists უკვე დაუმატებს ახალ ელემენტებს. მაგიტომაც აი აქ რო დავამატო ახლა TypeScript-ი, add მივცე, რეალურად ნახეთ, ჩვენ გონია რომ ვაუ, მეოთხე ნაწილი, მეოთხე თუდო დაამატა. მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა? ის რაც მაგამდე ეწერა, ყველაფერი წაიშალა და 4 ახალი გამოჩნდა. ანალოგიოდ ისევ Angular-იც, React-ი და ასე შემდეგ რო დავწერო, ეგ ყველაფერიც, ანუ წინა წაიშლება, ახალი გამოჩნდება. ამიტომ ცოტა შევცვალთ კიდე რაღაცები. მაგამდე გახსოვთ წაშლა რითი ხდებოდა? ამით ხო? და ეს რეალურად რა შვებოდა? ნუ ვიზუალურადაც შლიდა და მასივიდანაც წავშალეთ, ხო? აბა მოდი ახლა დავასეივოთ. ასე წაშლის? არა. რატომ? იმიტომ ნახეთ რეალურად მასივის შიგნით ეგ ელემენტი წაიშალა, მაგრამ ვიზუალურად ჩანს. თუ თავიდან გვინდა ვაჩვენოთ აი ვიზუალური ჩვენება, ასე დავწეროთ render to do's. ანუ ნებისმიერ ცვლილებაზე მოდით და გამოვიძახოთ render to do's. აღარ გვინდა არც list remove არაფერი ისინი. თვითონ render to do's თავიდან რო დახატავს ამ ყველაფერს, ხო? თვითონ უკვე ნახავს რომ ეგ ელემენტი აქ რო აღარ არის მასივში, არც შექმნის მაგ ელემენტს. კარგით. ნუ შეგვიძლია აქაც წიჩკას რო ვუცვლით, ხო? წიჩკას ეგეც render to do's გამოვიყენთ. ხო, არ შეგეშინდეთ ის, ანუ თავის თავში შეგვიძლია ფუნქციის გამოძახება და არანაირი პრობლემა არ იქნება. ერთი მინუსი აქვს ამ მეთოდს, რომ იცოდეთ მომავლისთვის. დაუშვათ აქ არის 1000 ელემენტი და შეიცვალა ერთ-ერთი. ჩვენი ამ მიდგომით 1000 ელემენტი გაქრება და 1000 ელემენტი თავიდან დაიხატება. რაც performance-ის მხრივ, ანუ სიჩქარის და ასე ოპტიმიზაციის და ასე შემდეგ. თლად კარგი მეთოდი არ არის. მაგრამ სიმარტივისთვის და ჩვენი ახლანდელი ცოდნისთვის ეგ არის საუკეთესო ვარიანტი. მე თუნდაც React-ზე, Angular-ზე, Vue-ზე რო გადახოთ, მაგათ უკვე ჩაშენებული აქვს ეგეთი მეთოდები. თვითონ მიხვდებიან 1000 ელემენტიდან კონკრეტული რომელი უნდა შეიცვალოს და აღარ მოგიწევთ ამაზე ფიქრი. მაგრამ უბრალოდ რო იცოდეთ, რომ ეგეთი პატარა ხარვეზე გვაქვს ჩადებული, მაგრამ არც 50 ელემენტის და 1000 ელემენტის დამატებას ვაპირებთ ახლა ამაში. რადგან ნახეთ ამ add event listener-ის დროს ჩვენ უბრალოდ ვამატებთ და თავიდან იხატება 4-5 თუ ასე შემდეგ ელემენტი, ხო? უკვე ეგეც რო დავამატო, ჩვეულებრივად ან 5 ელემენტი ერთნაირია, აქვთ უბრალოდ სხვადასხვა მნიშვნელობები. რო გადავხედოთ ამას, ნახავთ რომ შეგვიძლია ახალი ელემენტის დამატება enter ღილაკზე. ანუ ახლა ჩვენ ვამატებთ მხოლოდ add-ზე. როგორ გავაკეთოთ enter ღილაკზე დამატება? ნუ ამისი გაკეთება შეგვიძლია ფორმებით, მაგრამ ფორმები ჯერ არ ვიცით. ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება ნახეთ რა. input-ზე დავდგეთ და მოусმინოთ event listener-ით. ნახეთ რო არის click-ი, input-ი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი event-ი არის mouse enter-ი. mouse enter-ი კი არ გოდიშით, key press-ი. ღილაკის დაჭერა. ნახეთ key-ზე კიდე რაღაც ვარიანტები იყო, აი თუ დავწერე ხა თუ ამოაგდებს key
არ გამოჩნდა, მაგრამ ღილაკი შეიძლება დიდი ხანი გვეჭიროს. ეს არის ღილაკ down. ანუ თუ დააჭირეთ ღილაკს, დაჭერისთანავე და არ გაგიშვიათ, დააჭირეთ და გიჭირავთ. მაგდროს გაიშვება რაღაცა ივენთი. მაგრამ key up-ი არის უკვე მაგილაკის აშვება. შეგიძლიათ აი სხვადასხვა ვარიანტები მისცეთ. აი თუნდაც აი ეგ ნახეთ, აი ხა დიდი ხანი რომ მიჭირავს ან 1-ზე ან 2-ზე, წესით ზემოდან რაღაცა უნდა გამოჩნდეს. ნუ ეგ თვითონ ჩემ კომპიუტერს აქვს ეგ ჩაშენებული. მაგრამ თქვენითაც შეგიძლიათ ქნათ ეგეთი რაღაცა, მაგალითად ერთი ღილაკი დიდი ხანი თუ გიჭირავთ, ანუ ჯერ key down არის გაშვებული და არა key up-ი, არ აგიწევიეთ თითი ამ ღილაკიდან, შეგიძლიათ რაღაცა აი პანელი გაახსნათ ან 1000 რაღაცა. ხვდებით ხო, რასაც ვამბობ? და ჩვენ რეალურად გვინდა უბრალოდ key press-ი, არა აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა აწია თუ არა, უბრალოდ დააჭირა, აი დაჭერა მოხდა თუ არა, გვინდა მაგ მოვლენის დაჭერა. და მოდი დავუწმოთ თამაში რომ მუშაობს console log, უბრალოდ დავაჭიროთ ეგეთი რაღაცა რომ pressed, დავწეროთ უბრალოდ. კონსოლში გადავიდეთ. კი ბატონო, აი რამდენჯერაც ჩავწერ, იმდენჯერ გაიშვება ეგ ივენთი. მაგრამ აი ხა როგორ გავიგო რომელი ღილაკი მაქვს დაჭერილი? რეალურად ყველა ივენთი, რომელსაც თქვენ უშვებთ, თუნდაც ეს იყოს input-ი, click-ი, key press-ი და ასე შემდეგ, ყველა შეიცავს რაღაცა მონაცემს. ანუ ეს ივენთი, რომელიც იშვება მოვლენა გადაეცემა გვერდითა ფუნქციაში. ისევ და ისევ key press, clicks, inputs, ყველას აქვს თავისი ივენთი. და რაღაცა ცვლადში გადადის. რაც გინდა დაარქვით მაგ ცვლადს, მაგრამ მაგ ცვლადს ყველაზე ხშირად ვარქვებთ events. ან is. ისევ და ისევ თქვენზეა დამოკიდებული. ანუ პირველი ცვლადი, რომელიც იქნება ამ ფუნქციაში გადაცემული, იქნება ეს თვითონ მოვლენა. და ვინ აწუდის თვითონ key press-ი, აი ეს მოვლენა თვითონ თავის თავს აწუდის ამ ფუნქციას. მოდი აბა ეს ივენთი ახლა გამოვიტანოთ კონსოლში და ვნახოთ აბა. თვითეული ივენთი არის ძალიან დიდი ობიექტი, ძალიან ბევრ რაღაცას შეიცავს. რა ელემენტზე დაკლიკდა, რა პოზიციით და 1000 და 1000 სხვა რაღაცა. ნახეთ, აი timestamp-იც წერია, რომ თუ არ ვცდები, იქ მილიწამში რამდენი წამი მეჭირა თუ რაღაც ასეთი. ნუ ერთი თუ აი უამრავი პარამეტრი აქვს. ჩვენ აქედან გვჭირდება, ნახეთ, key. ანუ უყურეთ, თუ ჩავწერ მაგალითად A-ს, A გამოვა A. დიდ S თუ ჩავწერ, ნახეთ, დიდი S-ი გამოჩნდება. ახლა იქ კონტროლი დაიგეთები არ ჩანს. კიდე ამის გარდა თუ არ ვცდები არის კოდი და იცოდეთ, ერთი ვნახოთ, რომელია, ჩავწეროთ ასე. ამის გარდა არის კოდი, აი, კოდი. აი ჩავწეროთ S-ი მაგალითად, აქ წერს ნახეთ key S-ი. აქ კიდე ჩვეულებრივად S-ი. აბა კონტროლზე, არც კონტროლზე არ შვება ერთად კონტროლი. ხო, კონტროლზეც არ შვება. მაინც და მაინც რაღაცის მაკროფა უნდა, მაგალითად C და ასე და ასე შემდეგ რა, მაგრამ ერთ-ერთი პარამეტრი, ერთ-ერთი ღილაკი, რომლის დაჭერა შეგვიძლია, არის enter-ი. კოდი აღარ გვინდა, იმიტომ ყველაზე მარტივი არის key. ნახეთ, enter-ს ოდესაც ვაწვევი, პირდაპირ აქ ჩნდება enter-ი. ანუ მე რა შემიძლია დავწერო, უყურეთ, რომ თუ event-ის key არის enter-ი, მაგ შემთხვევაში გავუშვათ აი ეს ფუნქცია, რაც ზემოთ მეწერა. მოდი აი ეს ოღონდ მოვაშოროთ, არ გვინდა უკვე ეს კომენტარი. ანუ იგივე ლოგიკა, რაც ზემოთ მქონდა, ოღონდ ამჯერად ეგ ყველაფერი იშვება enter-ზე. დავამატოთ react-ი, enter-ი დაემატა. ხვდებით ხო? რატომ? იმიტომ რომ ორივე შვება ერთი დაიგივეს. მაგრამ ისევ და ისევ. ორი ერთნაირი კოდი რადგან გვიწერია, ხლად კარგი მიდგომა არ არის. ამიტომ შევქნათ რაღაც ერთი საერთო ფუნქცია, რომელიც ერთის გამოიყენებს და მეორეც გამოიყენებს. ფუნქციას დავარქვათ function add to do. და add to do-ში იქნება აი ამისი მთლიანი ლოგიკა გადმოტანილი. და აქ, ანუ ბატონის დაკლიკებაზე გავუშვათ add to do. აქ იგივე მექნება, ოღონდ if-ს არ მოვაშორებ. აქ მაინც უნდა ვუყურებდე იმას, რომელ ბატონს ვაწვევი. Enter-ს, ხო? თუ enter-ია, კი ბატონო, add to do.
და ვნახოთ აბა ჩვეულებრივად ასე მუშაობს. კოდი თითქმის მზად არის, პატარა შტრიხები დაგვჭა. და რა არის? რა და მე რო დავარეფრეშო ეგ ვებგვერდი, ყველაფერი გაქრება. ანუ რაღაცნაირად მინდა შევინახო ეს მონაცემები. ისევ და ისევ შეგიძლიათ ბაზა აწყოთ, ბაზას გადასცეთეთ მონაცემები, მე იქიდან წამოიღოთ, დააპდეიტოთ, განახოთ, ასე და ასე შემდეგ. ჩვენ რადგან ჯერ ფრონტზე ვართ და გვინდა რომ მარტივი პროექტი გქონდეს, გამოვიყენოთ თვითონ ბრაუზერის შიგნით ჩაშენებული მეხსიერება. რას გულისხმობ ამაში? წესით JavaScript-ის სექციაში მაგას გაივლიდით, თემო ახსნიდა მაგას. მაგრამ გავიხსენოთ, რომ ბრაუზერში გვაქვს cookies, session-ი და local storage-ი. რა შვება ახლა თითოეული. Session-ში შემიძლია შევინახო რაღაცა ინფორმაცია, აი ობიექტები, ცვლადები და ასე შემდეგ. 5 მეგაბაიტამდე. 5 მეგაბაიტი, ნუ ეს თითოეული აი ამ ობიექტის ზომა და მაგათი წონა რა მეგაბაიტებში. ახლა 5 მეგაბაიტს ასე მარტივად ვერ ავსვით. ძალიან დიდი ლისტი უნდა გქონდეთ. ახლა 1000 რაღაცა ეგეთი ელემენტი და თითოეულში 1000 უნდა გქონდეთ ალბათ, რომ შეავსოთ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 5 მეგაბაიტი მარტივად არ შეივსება. რა თქმა უნდა, სურათები და ისინი არ უნდა ატვირთოთ ჩვეულებრივ კოდზე ვამბობ, რა ჩვეულებრივ მასივებზე და ობიექტებზე. და session-ი როგორ მუშაობს? თქვენ რო ინახავთ მაგას, ეგ მეხსიერება აქტიურია მანამ, სანამ ეგ ტაბი ღია. ტაბი რო გათიშოთ, ან თუნდაც ბრაუზერი ხო? ტაბიც ხო გაითიშება თავისთავად. ეგ session storage-იც გაქრება. შეიძლება შემთხვევაში გჭირდება ეს. მაგალითად, აი დარეფრეშებისას რაღაცა რჩებოდეს. დარეფრეშებისას, სანამ რამე გაითიშება. შეგვიძლია და შევინახოთ მანდ. მაგრამ ასევე ამის გარდა გვაქვს cookies. Cookies რა არის? Cookies-ში ყველაზე ხშირად თვითონ ვებ ბრაუზერები ინახავენ ბოდიში ლოგინის გასაღებს. ანუ ყოველ ჯერზე რაღაცა response-ი რო არ წავიდეს request-ი server-ზე და ასე შემდეგ, რაღაცა დასკრიპტული encrypted რაღაცა კოდი ინახება cookies-ში. და cookies აქვს ვადა, თვითონ ვებგვერდი ეუბნება, როდემდე უნდა იყოს cookie აქტიური, მაგის მერე იშლება. მაგიტომაც არის, რომ ზოგჯერ ვებგვერდზე რო შედიხართ, ზოგჯერ არ გეკითხებათ პაროლს, მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე გთხოვთ რაღაცა პაროლის შეყვანას, იმიტომ რომ ეს cookies ვადა გავუვიდა. ყველა მაინც და მაინც cookie-ით არაა გაწერილი, მაგრამ მაგით კეთდება. და local storage რა არის? Local storage მუდამ არსებობს, აი სულ არსებობს, სანამ თქვენ არ წახშით მაგას. ან არ დააპდეიტებთ და ასე შემდეგ. თუ შექმნით local storage, სანამ იგივე user-ით, იგივე ბრაუზერში ხართ, თქვენთან ეგ მონაცემი ჩვეულებრივად ჩანს. ახლა თქვენ რო incognito-ში შეხვიდეთ, ან სხვა ბრაუზერით, რა თქმა უნდა, თქვენთვის უკვე ცალკე მეხსიერება იქნება, ну, სხვა ბრაუზერზე არც ვსაუბრობ და სხვა კომპიუტერზეც. ხვდებით, ხო? ეგ ინახება თქვენს ბრაუზერში. და იცოდეთ, რომ სენსიტიური რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია local storage-ში და session-ში არ შეინახოთ. ეგ ჩანს. ყველა ხედავს მაგას. მაგასაც განახებთ როგორ ჩანს ახლა. რომ უბრალოდ იცოდეთ ეგეთი რაღაცა, რომ აქ, to do list-ის აიტემები შეინახეთ, მაგრამ რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მანდ არ შეინახოთ. ახლა რატომ ვახსენებ მაგას? მოდი ერთი ცოტა to do-საც გადავხედოთ. To do-ს კი არის local storage. როგორ მივმართოთ local storage? ასე და როგორ დავამატოთ ელემენტი. set item და აქ არის ობიექტების პრინციპი. ანუ გასაღებით რა მნიშვნელობას ვაძლევთ. მაგალითად to do-ზე გვინდა დავამატოთ, დავუშვათ რაღაცა HTML-ი. დავკვირდით, ნახეთ კონსოლის მარჯვნივ, ყველა ბრაუზერი სხვადასხვანაირად აქვს, მაგრამ dev tool-ებში უნდა იყოს application-ი. თუ არ ჩანს ეგ ნაწილი, ხო? მაშინ დიდი ალბათობით აქ ისარს უნდა დააჭიროთ და მე გამოჩნდება. ერთი წამით ახლა local storage clears დავწერე, ერთი წამით გავუშვებ ამას. Default-ად თქვენი local storage იქნება ცარიელი. როგორც კი set items გავუშვებთ, ნახეთ, დაემატება to do გასაღებით HTML. გასაღები რისთვის გჭირდება, რომ აქ შეიძლება იყოს ძალიან დიდი კოდი და იმისათვის რომ ამ კოდს მივწოდე, უნდა გამოვიყენო ეს გასაღები, როგორც ინდექსი, ასე რომ ვთქვათ, მარტივად. წამოღება როგორ ხდება? Local storage get item
და მერე ასე to do. ან მარტო გასაღებს უთითებ და მაგის მნიშვნელობას წამოიღებს, აი კონსოლში. რომ გავტესტოთ. ой. იმუშავებს, აი. კონსოლში მივიღებ კი ბატონო HTML-ს. მაგრამ ეს ასე მარტივად მუშაობს მხოლოდ პრიმიტიულ ტიპებთან, რაც გულისხმობ, string-თან, number-თან, boolean-თან. მე თუ აქ მინდა დავამატო აი ესეთი სტრუქტურა, როგორიც არის to do, ხო? ნახეთ, მასივი არის, მასივი შიგნით თითოეული ელემენტი ობიექტია. აი მაგას ასე მარტივად უკვე ვეღარ შეინახავს. იმიტომ რომ ეგ ყველაფერს ინახავს string-ებად. ნახეთ, აი რომ შევიცადოთ ამაში to do-ს დამატება, ხო? to do-ს. ნახეთ, აი აქ როგორ შეინახა? კი ბატონო, შეინახა, მაგრამ შეინახა თითოეული ელემენტი, როგორც object. რეალურად მართლა object-ია, მაგრამ ნუ მასე შეინახა. ვეღარ წაიკითხა და ჩვენც რომ მოგვაქვს უკვე ეგ მონაცემები, ხო? თუ გაიზრდება, აბა. ხო, არ იზრდება. ჩვენც რომ მოგვაქვს ეგ ნიშნულობები, მოგვაქვს ასე object-ად. მაგას ვერაფერში ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ ყველანაირი ინფორმაცია დაიკარგა, ანუ string-ია უბრალოდ, სადაც ამას რომ პირველი ელემენტი object-ია, მეორეც object-ია და ასე შემდეგ. რადგან ეს ინახავს ამ ყველაფერს string-ებად და ანუ string-ი უნდა გადავცეთ რა უფრო. ნახეთ რა შვებით JSON გვაქვს ეგეთი პარამეტრი და JSON-ში არის stringify. რასაც არ მიუთითებთ ახლა ამ JSON stringify შიგნით ყველაფერს გადააქცევს string-ად. და მოდი ამაში დავrწმუნდეთ. აქ ჩვენი მასივია, თითოეული ელემენტი ობიექტია, მაგრამ ჯამში ყველაფერი არის გადაქცეული string-ად. და აქაც რო get item-ი მიწერია, ხო? კი ბატონო, შეიძლება თქვათ რომ მივიღეთ, ხო, ჩვენი ობიექტი, მაგრამ რეალურად ეგ არის string-ი. მოგვიწევს ამისი string-ად გამოყენება. რასაც ვერ გამოგვიყენოთ, ხო? ეხლა 1000 რაღაცა ელემენტი, კიდე 1000 რაღაც ობიექტი, როგორ უნდა გადავაქცევოთ ნორმალურ მასივად და ობიექტად. ამიტომ მიღებული შედეგი უნდა ჩასვათ JSON parse-ში. ანუ, ნახეთ, local storage set item-ში, რასაც ვაწვდიდით, ის ნივთი უნდა გადავაცვლიოთ stringify-ად, მაგრამ წამოღებისას რასაც წამოვიღებთ იქიდან აი ამ strings, ეგ ყველაფერი უნდა გადავცეთ JSON parse-ში. და ახლა ეგ string-ი უკვე ჩვეულებრივ ობიექტად დაიშლება, როგორც ჩვენ გვჭირდება. ეგ არის ამისი ფუნქციონალი. ანუ set item-ი, გასაღები და stringify, თუ რა თქმა უნდა უბრალოდ string-ი არ გაქვთ, ხო? და წამოღება JSON parse და ასე შემდეგ. ახლა რატომ თქვი ეგ ყველაფერი? ხო და ბარემ იმასაც გასწავლეთ, რომ აი ესე clear არის. ანუ ყველაფერი რო წაშალოს და ახლა აქ რო გადავიდეთ, ნახეთ. დავასებე, წაშალა ეგეც, ხო? რატომ თქვი ახლა ეგ ყველაფერი? რეალურად ეს მონაცემები უნდა ინახებოდნენ local storage-ში და არა ასე. ხო? ამიტომ ეგეთი რაღაცა დავწერთ, რომ მოდი სანამ ეგეთი რაღაცას დავწერთ, დამატება გავაკეთოთ ჯერ. რასაც დაამატებს, აი მოდი ერთიჯერ console-ში გამოვიტანოთ, console-log to do's. ეს to do's შეიცავს როგორც ძველ ინფორმაციას დამატების მერეც ახალსაც დაიმატებს, ხო ეგრე? აი რომ დავწერთ ახლა react და დავასვევით, ნახავ რომ უკვე 4 ელემენტისგან შედგება და მეოთხე არის react, ხო? მოდი და ეს ახლად მიღებული to do დავამატოთ ჩვენს local storage-ში, ანუ local storage set item გვუთითებთ გასაღებს, რომ to do-ზე დაემატოს რა JSON stringify ჩვენი მიღებული to do-ს. ჯერ არ დავასეივებ ამას, აი ხა დავასეივებ. ჩავწერთ აქ angular მაგალითად add და უყურეთ to do-ში უკვე დაემატა ეგ სამივე ელემენტი, რაც უკვე to do-ში იყო ჩასმული, ხო? და პლუს ეგ ელემენტიც. ხვდებით, ხო? მაგრამ ოკეი, დამატება ერთია, მაგრამ მე რო ახლა დავარეფრეშ, ხო? დავარეფრეში ახლა. ისევ ძველ მონაცემებს ვიგებ, იმიტომ რომ მე გადავეცი მონაცემები, მაგრამ არ წამოვიღე აქედან. ამიტომ ეგრე ვქნათ, რომ დასაწყისში to do-ს უდრის local storage get items to do-ს, ხო? ოღონდ ეგ რომ ამუშავდეს, ამას წინ უნდა იწეროს JSON parse და
ასე გადავწეთ. და ახლა ნახეთ, რაც local storage-ში ეწერა, აი დარეფრეშებაზე. ეგ გაიშვა. აქ რო იყოს 50 ელემენტი, კი ბატონო, ეს 50-ივე გამოჩნდებოდა. ჯერ ის გაიაზრეთ. ამ მეთოდს აქვს ერთი მინუსი. რა მინუსია? დავუშვათ, აი ესე დავწერე ახლა local storage clear-ი, რომ წავშალო local storage-ი რატომ? აი პირველად გადახვედით ამ ვებგვერდზე. რა თქმა უნდა, დასაწყისში ხო არაფერი დამატებული არ იქნება. ამიტომ რომ დავუკვირდეთ, ნახეთ, რომ წავშალე, აი local storage-ი მთლიანად წავშალე, ხო? არსად არ მაქვს მე to-do. თუ მე local storage-ში არ მაქვს to-do, ამის წამოღებისას მე მივიღებ null-ს. დავუბრუნდეთ console log to-dos უდრის null-ს. იმიტომ რომ ვერაფერი ვერც ნახე ესეთი გასაღები, შესაბამისად ვერაფერი ვერ დაგვიბრუნდა, ხო? და მივიღებთ მე შეცდომებს, რატომ? იმიტომ რომ აქ რო ჩვენ ვცდილობთ to-do-ზე lens-ის გაშვებას, null-ზე lens ვერ გავუშვებთ, ხომ ასეა? რა გამოსავალი აქვს ამ ყველაფერს? თუ ვერ წამოიღო ნიშნულობები, საწყის მნიშვნელობად მივცეთ ცარიელი მასივი. ანუ რაღაცით მაინც რომ დაიწყოს მუშაობა. ცარიელი მასივი რო იქნება, ახლა ცარიელ მასივზე ლენსი გაიშვება, 0 იქნება. შეცდომა არ იქნება. მასივი ოღონდ ელემენტები არ აქვს. ხვდებით ხო, ისე თქვა მინდა, ანუ ვიდრე 0 მივცეთ საწყისი მასივი, საწყის მნიშვნელობა და როგორ წერთ ამას? შეგიძლიათ if-else-ებიც დაწეროთ, დაწეროთ რომ თუ აი ამას ვერ წამოიღებს, მაშინ to-dos უდრის цариელ მასივს, თუ წამოიღებს, მაშინ მაგას უდრდეს. მაგრამ ყველაზე თანამედროვე და კარგი ჩანაწერი არის, თუ ბოლოში დავწერთ ორ კითხვის ნიშანს და მერე цариელ მასივს. რას ნიშნავს ეგ? რას მოიაზრებს ეს ორი კითხვის ნიშანი? თუ მარცხენა პირობა სრულდება და null-ს ან undefined ან none-ს რაღაც ეგეთებს არ აბრუნებს, კი ბატონო დარჩეს მარცხენა პირობა და to-dos გახდება ეგ. მაგრამ თუ ეგ არ შესრულდება და ისევ იქნება ან undefined, null-ი, none-ი და ასე და ასე შემდეგ, შესრულდება როგორც აი backup-ი რაღაცა დამატებითი ვარიანტი, რომელიც არის цариელი string-ი. цариელს რატომ მასივი? цариელს რატომ ვაძებ? იმიტომ რომ დასაწყისში ახალი ჩართული გაქვთ ვებგვერდი. არაფერი არ უნდა გქონდეთ დამატებული, ხო? კი, თქვენითაც შეგიძლიათ დაამატოთ 1-2 ელემენტი, მაგრამ რატომ? ახალ გახსნილზე უნდა იყოს цариელი. აი ახლა არანაირი პრობლემა არ იქნება. გინდა ყველა ელემენტი წაშალოთ, ხო? ეგ ყველაფერი ჩვეულებრივად იმუშავებს და თუნდაც აი პირველადაც რომ ჩართოთ იმუშავებს. აი ახლა რომ გადმოვაკოპირო ეგ და ნახეთ incognito-თი რო გავხსნა და გადავიდე inspect-ში. ნახეთ არანაირი შეცდომა არ მაქვს, იმიტომ რომ ამოქმედდა ის ორი კითხვის ნიშანი. გასაგებია, ხო? კარგით. და ახლა რა დაგვრჩა? მოდი ერთი შევამოწოთ როგორ მუშაობს HTML-ი. დავარეფრეში ახლა. კი ბატონო, დარჩა. უკვე აწი ჩატვირთვისას იშვება ეს HTML-ი, მაგრამ ახლა რაღაცები უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ეს რომ მოვნიშნო, კი ბატონო, იდეალურად მუშაობს. ჩემი to-do მასივი შეიცვალა. მართლა შეიცვალა. მაგრამ რომ დავარეფრეშო, არა. იგივეა. რატომ? იმიტომ რომ კი ბატონო, უკვე ლოკალურად ჩემს კოდში to-do კი შეიცვალა, მაგრამ local storage-ი რო არ შეცვლილა, ანუ გამოდის რომ თითოეულ ოპერაციაზე ჩვენ ხო ვცვლიდით მასივს, მაგრამ ეს შეცვლილი მასივიც ჩვენ უნდა უკვე შევინახოთ local storage-ში, ანუ თითოეულ ცვლილებაზე, არ აქვს მნიშვნელობა რაზე. აი რას გულისხმობ, ნახეთ? ახლა ეს რო წავშალო და თავიდან ჩავრთო, მაინც ჩანს, ხო? იმიტომ რომ local storage-დან არ წაიშალა. ხო და ჩვენ ვქნათ ეგეთი რაღაცა, ნახეთ? წაშლის მერე local storage set item to do და გადავწევთ ამას JSON stringify to do's და ახლა დავკვირდით აი ამ ნაწილს უყურეთ, წავშლი და უკვე აქ დამიბრუნა ამან რა? to do ხო გახდა цариელი string-ი, ხო და ამან აიღო და цариელი string-ი ატვირთა storage-შიც. ხვდებით ხო? ამიტომაც ახლა რომ დავარეფრეშო, არაფერი არ შეიცვლება უკვე, ანუ აღარ დაემატება. დავამატოთ ახლა CSS-ი, ანალოგიურად მონიშნაც, ხო? მონიშნაზეც როგორც კი მოინიშნება ეგ, ისევ ეგეც ავტვირთოთ
ჩვენს to-do-ში დააკვირდით ახლა ეს false-ია, ხო? აჰა, true გახდა. დავარეფრეშებ, ესეც ისევ true არის. რადგან აი ამას ხშირად ვიმეორებთ, აი local storage set item to-do და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ეგ ცალკე ფუნქციად გამოიტანოთ და უბრალოდ იყოს ფუნქცია და უშოთ ასე ფუნქცია save to local storage ან save უბრალოდ save დაარქვით, ხო? სიმარტივისთვის function save. და აქ უკვე მიუთითოთ ეს ლოგიკა, მაგრამ აი ორ ვარიანტს გიტოვებთ. შეგიძლიათ save-ი გამოიყენოთ, შეიძლება თავიდან უკეთ გასაგებად აი აქ სათითაოდ ხელით მიუწეროთ. წაშლა გავაკეთეთ, ესეც გავაკეთეთ, იდეა შეგა, მორჩით. რაც to-do სჭირდებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ. აი ერთ მაგალითსაც გაჩვენებთ, ახლა HTML-ით დავუწეროთ, მაგრამ მე რო ინკოგნიტოში გავხსნა ისევ, ჩემთან ეგ არაფერი არ ჩანს. ეგ თავისას შეინახავს. ეგ კიდე თავისას, იმიტომ ჩათვალეთ ორი სხვადასხვა user-ია და ყველას აქვს თავისი მეხსიერება. ახლა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი local storage-ში უნდა შეინახოთ. მარტივი რაღაცები შეინახეთ, მაგრამ მე რო უკვე back-ს გადახოთ, უკვე შეგიძლიათ back-იც გამოიყენოთ. კარგი. ამ ფილტრაციას არ ავაწყობ, იმიტომ რომ ზედმეტად კომპლექსური ახლა და ძალიან აგვირებით. ავაწყობ აი ამ თვლელს უბრალოდ, რომელიც გვიჩვენებს რამდენი ელემენტია დარჩენილი. ამას ჩავსვავ footer-ში და მექნება პარაგრაფი რაღაცა you have დაუშვათ რაღაცა 3 items left, ხო? ახლა ეს ტექსტი ჩვენ უნდა ვცვალოთ დინამიურად. ვიდრე მე ვცვალო მთლიანი ტექსტი და მთლიანი პარაგრაფი, ჩვენ ხო რეალურად უნდა ვცვალოთ აქ 3-იანი, ხო? მარტო 3-იანი. ამიტომ ამ spans ჩავსვავ ცალკე 3-იანში და მაგას მივცემ კლასს დავუშვათ quantity-ს, რაოდენობას, ხო? Quantity. ხო, ნუ რეალურად ახლა ინგლისურში ერთი რო დაიწერება, აქ ერთის ესი უნდა მოშორდეს, მაგრამ ჩავთვალოთ ეგეთი წესები ჩვენთვის ჯერ არ არსებობს. ხვდებით ხო რატომაც ცალკე სპანი შევქმენი, ხო? და რაღა მთლიანი წინადადება ყოველჯერზე თავიდან ავტვირთო, მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დინამიურად უნდა იცვლებოდეს, მხოლოდ მაგას დავიჭერ და მაგას შევცვლი. ამიტომ აქ შეიქმნება ესეთი ელემენტი const quantity რაოდენობას ნიშნავს, რომელიც არის document get element by id quantity. წამოვიღეთ ეს ელემენტი, ახლა როგორ ვცვალო დინამიურად. ნახეთ, თითოეული გამოტანისას ან ცვლილებისას ხომ უნდა იცვლებოდეს რაოდენობა. ახლა რას გულისხმობ? თუ წავშალე ეს, ხომ უნდა შეიცვალოს. თუ დავამატე, უნდა შეიცვალოს. და რა ცვლის თვითონ გამოსახულებას? render to do-ს, ხო? ხო და ავიღოთ ეგეთი რაღაცა დავწეროთ, რომ ფორციკლის გარეთაც, როდესაც ეგ მორჩება უკვე ყველაფრის გამოტანას, ავიღოთ ჩვენ quantity და text კონტექსტად მივცეთ ჩვენი მასივის სიგრძე, ანუ to-do-s length-ი. ახლა არის 2, აი უკვე შეიცვალა. მე რო წავშალო ეს გახდება 1 და ასე და ასე შემდეგ. რომ დავამატო, ახლა დავწეროთ აი ესე ვე და უშვათ enter-ი, გახდება 2 და ხვდებით ხო? თქვენით ახლა რეალურად ამას რო გადავხედოთ, ნახეთ 1 2 3 4 5 6 ელემენტია, მაგრამ 5-ს აჩვენებს. რატომ? აქ ამას რამდენი ელემენტი დაგჭა შესასრულებლად? 5 ანუ. შეგიძლიათ მე ეგ ლოგიკას გაწეროთ, თქვენით იფიქრეთ როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ. მე გავაკეთებ მარტივად, სულ ჯერ რამდენი ელემენტია და ასე შემდეგ. თვითონ ფორციკლს მოვჩით. შეიძლება ცოტა რთულია, მაგრამ დამიჯერეთ ნელ-ნელა მე მივხვდებით ამ ყველაფერს. ისევ და ისევ მარტივად რომ ყველაფერს ვინახავთ local storage-ში, რადგან user-მა შეიძლება user-ი რაღაც პერიოდში ხო პირველად ჩართავს ხო web გვერდს და ამიტომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნალი საშუალება არ უნდა მივცეთ, ამიტომ რაღაცა სატყუარა მნიშვნელობა უნდა მივცეთ, საწყისი მნიშვნელობა, ხო? მე რა შვებოდით? ახლა თითოეული ელემენტის შექმნაც გავიგეთ როგორც ხდება, ისიც გავიგეთ აი მაგალითად ამის toggle-ზე როგორ ეთითება აი ეს გადასმული ხაზი, ამის ანუ impulse ვიჭერთ და უმატებთ კლასს, ან ვაშორებთ, ხო ეგრეა? მე რა შვებით, თითოეულ აი ამ დაჭერაზე ცვლით
ჩვენი მასივის მნიშვნელობასაც შესაბამისად პარალელურად local storage-ის მნიშვნელობებს ვანახლებთ, ხო? მაგრამ თავიდან ვხატავთ ამ ყველაფერს, ანუ ჩვენ კი გონია რომ აი აქ დაემატა მაგალითად მხოლოდ Angular-ი, მაგრამ რეალურად იხატება ახალი და თითოეული ახალი დათვლისას, დახატვისას ითვლება ეგ თავიდან. და ამ ორ ღილაკზეც რომ გავჩერდეთ, ორივე ერთი და იგივე შვება, უბრალოდ რადგან ორივე ერთი და იგივე შვება, ერთი და იგივე რო არ დავწეროთ ორჯერ, სამჯერ, ცალკე ფუნქციაში გავიტანეთ, ეგ ფუნქციაზე რა შვება? უყურებს რომ თუ user-ს არაფერი არ აქვს შეყვანილი, ან თუ შეყვანილი აქვს მხოლოდ space-ები, მაშინ არაფერს არ უშვებს, მაგიტომაც წერია gretful-ნი და თუ უკვე ყველაფერი ნორმაშია, space-ებს აშორებს და ისე ამატებს. Complete-ით დასაწყისში რატომ არის false-ი? იმიტომ რომ ახალ task-ს ვამატებთ, ჯერ შესრულებული არა ეგ task-ი. ამ დავალებაში პირიქითაა, ნახეთ, აქვე დასაწყისშივე არის checkbox-ი, ანუ პირდაპირ შეგიძლიათ ისეთი task-ი დაამატოთ, რომელიც უკვე შევსებულია, გაკეთებულია. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ნორმალურად სტანდარტულად მივყვეთ. როგორც კი დავამატე ახალი ელემენტი, იმ წამსვე შევინახე local storage-ში, თავიდან დავხატე ეგ ყველაფერი და ეს მნიშვნელობა გავანულე. ხო? აი ეს, ამით რომ წაიშალოს და ახალი აუკრიფო. კი ბატონო, წესით ერთი რაღაცა უნდა იყოს, ეგეთი აბა ვნახოთ თუ ეს მუშაობს, focus. აბა focus-ი თუ მუშაობს, ვნახოთ აბა. რაღაცა დავამატე, ხო, focus-ი ნახეთ რა შვება. დაუშვათ მე ხა focus-ი არის ელემენტზე აი ესე გაჩერება, მაგისი მონიშნა. ახლა გაშვებულია input-ზე focus event-ი რეალურად, იმიტომ რომ მაგაზე ვდგავარ. მე როგორც კი სხვაგან დავუდგები, უკვე ეს focus-ი გაითიშება და არის blurry. Blurry ნიშნავს იგივე unfocus-ი, ანუ გამოსვლა რა. უყურეთ როგორი რაღაცა არის, დაუშვათ მე მინდა დავამატო რაღაცა task-ი. ისევ დავწეროთ HTML-ი, ხო? როგორც კი მე ads ვაწვევი, აქედან ხო focus-ი ითიშება, ხო? მაგრამ მე თუ ხელით მივუთითებ ამაზე input-ზე focus, ნახეთ რა გამოდის, რაც არ უნდა მოხდეს add buttons თუ დავაწვევი, ან გაიშვება ეს ფუნქცია, თავისით კურსორი დადგება ამაზე და თავისით მონიშნავს. რო გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ არა, მაგრამ მაინც გასწავლეთ. იყოს ესეც. და აქაც ვიჭერთ მოვლენას და მაგ მოვლენის მიხედვით მოვლენას რა, ანუ რომელ ღილაკს დავაჭერთ. კარგი. და ერთი ბოლოს გავაკეთოთ თემის შეცვლაც. ძალიან მარტივად გაკეთდება, აი local storage-ის სწორედ თემას ვინახავთ, შავი, მუქია თუ ღია, ყველაზე კარგი local storage-ის მაგალითი ეგ არის. იქ ისევ აქვე შეგვიძლია ეგ ლოგიკა გავწეროთ და იმუშავებს, მაგრამ რომ არ გადავტვირთო ეს ფაილი ძალიან, შევქმნი ახალ JavaScript-ის ფაილს, დაარქვით მაგას main.ori.js-ი ან რაც გინდათ, მე უბრალოდ დავარქვევ თემა წერტილი.js, ხო, რომ სახელი შეესაბამებოდეს და ვინც შეხედავს აი სხვა დეველოპერი თუნდაც თქვენ, მარტივად მიხვდება რისთვისაა ეს ფაილი შექმნილი. და რა გავაკეთოთ, ჯერ HTML-ი გავწეროთ ამისთვის, რომ იყოს header-ი, header-ის შიგნით იყოს ღილაკი, იყოს toggle ესეთი რაღაც. და ამასაც ერქვას ID მივცეთ, რა დავარქვათ, same button, ასე. წამოვიღოთ ახლა, ხო, კიდე ნახეთ, აქ ხო შევქმნი button ღილაკი სადღაც, აი submit button-ი. იგივე სახელით, აქ ვეღარ შევქმნი იგივე ცვლას, იმიტომ რომ ცვლადების გაგრძელება ასე რომ ჩათვალოთ რა. ცვლადების კი არა, ფაილის გაგრძელება რა, უბრალოდ ცალკე წერია ეგ ყველაფერი. და მოდი ეგეც შემოვიტანოთ. აქ script ასე და იყოს ეგ რა დავარქვი ამას თემა, ხო? JS-ი და ესეც differ. კარგი. წამოვიღოთ ეგ ღილაკი button, ეს same button, რომელიც არის document get element by id და ესეც იყოს same button. აღარ მახსოვს მან ქვედა ტირი მივუთითე? არა, ტირი. ეგ ღილაკი წამოვიღეთ და ისევ ამ ღილაკს მივცეთ same button add event listener-ი კლიკზე და გავუშვათ ამაზე რაღაცა ფუნქცია. ნახეთ, ერთ-ერთ სემინარზე თუ ლექციაზე ჩვენ გამოვიხილეთ CSS-ის ცვლადები.
რას გულისხმობ მაგაში? ნახეთ, ყველაზე დიდი ასე ვთქვათ, მოსანიშნი რაც ვნახეთ იყო body. Body-ის ზემოთ ვნახეთ რომ დგას HTML-ი, ხო? HTML-ი უფრო HTML-ს უფრო მაღალი წონა აქვს და HTML-ის ზემოთ დგას root-ი. და აი ეგ root-ში ჩვენ ვუთითებთ ცვლადებს. რაში გვჭირდება ცვლადი? აი დაუშვოთ ჩვენ კომპანიას აქვს ძირითადი ფერი ლურჯი. და ამ ლურჯს ვიყენებთ აი ყველგან, აი 1000 ადგილასაა გამოყენებული და უცებ რებრენდინგი მოხდა, დიზაინის შეცვალეს და წვანეა უკვე ჩვენი ოფიციალური ფერი. ანუ გამოდის 1000-ვე ადგილას უნდა დაუბრუნდე და 1000-ვე ადგილას შევცვალო ეგ ფერი მწვანეზე. რატომ როცა შეგიძლიათ დაუშვათ შექმნათ აი ესე primary color, ძირითადი ფერი იყოს ლურჯი და სადღაცას დადგეთ რომელიღაც პარაგრაფზე აი ესე დაწეროთ რომ color როგორ ვიძახებთ ამ ცვლას. ნახეთ, ცვლაც აუცილებლად წინ უნდა ქონდეს ორი ტირე, მერე ჩვეულებრივი სახელი. გინდათ ტირეთი, ქვედა ტირეთი ან camel case-ით. და ცვლაც ვიძახებთ ასე var, ანუ variable primary color. კი ბატონო, აი ნახეთ, ყველა მწვანეა. მაგრამ თქვით ხო რომ ყველა ლურჯია უფრო სწორად. მაგრამ თქვით რომ ახლა მწვანე უნდა გახდეს. კი ბატონო, ეს ასე შეიძლება. ანალოგიურად ახლა ამასაც რომ დააკვირდეთ, ნახეთ, body-ის ფერი არის ცალკე ცვლადად გამოტანილი თეთრია და კიდე შავია. რეალურად ეს ერთი ცვლადია. ანუ აქ არის background color-ი, აქაც არის background color-ი, ოღონდ რაღაც მომენტში background-ის color-ი იცვლება. აი უყურეთ ახლა. შევქნათ ასე, text color-ი, ჩვეულებრივად დასაწყისში text color-ი რა შავი ხო უნდა იყოს, ხო? ტექსტის ფერი. შავი. და background-ის ფერი, ფონის ფერი, ხო? color-ი. უნდა იყოს თეთრი. ხო და თქვენც ახლა დადგებით, ვიდრე თითოეულ ყველა ელემენტს ასე უთხრათ, იტყვით რომ body-ში ყველა არსებული ელემენტის color-ი იყოს text color-ი. ხო? ვიდრე ისე და ისე list, პარაგრაფს ყველას ცალ-ცალკე ეგრე რო გავუწეროთ, body-ში ყველანაირი ტექსტის ფერი იყოს შავი. მაგრამ თვითონ body-ის ფერი იყოს background colors. არაფერი არ შეიცვალა, ნუ default-ად დაუბრუნდა, ხო? მაგრამ დაუშვათ ახლა body-ს ჩვენ ვუმატებთ class darks. ამ შემთხვევაში მოდი ეგენი შევცვალოთ. ანუ text color-ი გახდეს უკვე white-ი. და ეს გახდეს შავი. არ არის აუცილებელი რომ ზუსტად შეიცვალოს ეგ. ხო ხედავთ აქაც ზუსტად შავი არა, ამას მაგათაც სხვა ფერი აქვს. ეგ უკვე დიზაინერი გეტყვით მაგას. ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს. ჩვენ უბრალოდ ის კონცეფცია უნდა გავიგოთ, რომ გვაქვს რაღაცა ცვლადები და შეგვიძლია ამ ცვლადებს შევუცვალოთ მნიშვნელობები. ახლა უყურეთ, მე თუ body-ს დავუმატებ ამ class darks, ამ class ხო უკვე სხვანაირი მნიშვნელობები აქვს ამ ცვლადებზე, ხო? ნახეთ რა გაიშვება, რომ კი ბატონო ეს ამაზე იგივე დარჩა, აღარ მოგვიწია ამის გადაწერა, შეიცვალოთ ცვლადი და ყველგან სადაც ეგ ცვლადი წერია, ყველგან შეიცვალება ეგ ყველაფერი. ესეც შეიცვალა თეთრზე, ესეც და ასე შემდეგ ერთი. შეგვიძლია ეს ხაზიც ხო ქონდა, მაგ ხაზს დავუწეროთ text color-ი. ნახეთ, შავზე თეთრად ჩანს, მაგრამ default-ად ჩანს შავად. ხვდებით ხო, რამდენი შესაძლებლობაც გვაძლევს. ახლა ეგ ორი მარტივი ცვლადია, მაგრამ რეალურად უფრო მეტი გვექნება. ხო და ჩვენ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ ახლა რომ. დავიჭეროთ ახლა body-ს ხო უნდა დავუმატოთ ეგ კლასი. რადგან body, head-ი ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, get element id-ით და query selector-ით და ისე არ ავიღებთ, უბრალოდ document body. არ უნდა ამას არც get element id და ასე შემდეგ. გავორჩიეთ ეგ ლექსიაზე. class list-ი toggle და დავუმატოთ ამას dark-ი. უყურეთ, ასე შავია, ასე თეთრია. შეგვიძლია აი ესე ლამაზი გადასვლაც მივიცეთ ამ ყველაფერს, transition all, ყველაფრის გადასვლა, ну ცალ-ცალკე color background-ი რა წავი, ყველაფრის გადასვლა მოხდეს 0.3 წამში. ანუ 300 მილიწამში. კი ბატონო, მიიღებთ ასეთ გადასვლასაც. მაგრამ აი ხა როგორ შევინახო ეგ ყველაფერი local storage-ში, აი ძალიან მარტივად და ანალოგიურად. ანუ ჯერ გვინდა რაღაცა let საწყისი თემა, ხო? current თემა. და რეალურად ნახეთ local storage-ში მე მინდა შევინახო ეგეთი რაღაც, რომ აქ იყოს აი აქ ეწეროს თემა და იყოს ან dark-ი ან light-ი.
ანუ პირდაპირ string-ის შენახვა მინდა, არ მინდა არაფერი ზედმეტი ამისთვის, ხო? ამიტომ დავწერთ ეგეთი რაღაცა. Local storage get item ისევ და ისე არ უნდა JSON parse. იმიტომ რომ strings ვიღებთ და strings ისედაც ინახავს და წამოვიღოთ აქედან თემა. მაგრამ ისევ და ისევ ხედავთ ხო დასაწყისში თემა არ არის და რადგან არ არის ისევ ორი კითხვის ნიშნით მივთითოთ რომ default-ად თუ ვერაფერს ვერ წამოიღებ ხო მაშინ მოდით და დაგვიბრუნე light-ი ან light-ი იქნება ან dark-ი თქვენ ახლა ამოწმებთ რომ თუ დაბრუნებული სტილი არის dark-ი მაშინ მაშინვე მივცეთ documents bodies class list add dark ანუ უბრალოდ დასაწყისში ერთხელ ვამოწმებთ რომ თუ უკვე default-ად საწყისში არის შავი მაშინ უცებ ეგ შავი დავამატოთ და toggle კი ბატონო მაგას გათიშას ან ჩართავს ჩვენ გვაინტერესებს ის თუ default-ად თუ შავია ეგ ქნას რადგან არაფერი არ ქონდა default-ად ნახეთ აი რომ დაურწმუნდე თამაში რომ error-ები და ასე შემდეგ რო არ იყოს ანდა იყოს ეგრე რადგან ეგ ვერ წამოიღო დააბრუნა light-ი light-ი არ აკმაყოფილებს ამ პირობას შესაბამისად dark-ი არ მიეცა ახლა რას ვაკეთებთ ჩვენ რომ თუ დაკლიკებისას თემა იყო light-ი ნახეთ ან თუ დაკლიკებისას იყო light-ი ხო რას ნიშნავს თემა არის ღია მე მინდა ანუ შავზე გადასულა ხო მაშინ ეგეთ რაღაცას დავწერ რომ document class list ან მოდით ეს document class list-ი არ გვინდა ეგ ბოლოში იყოს თვითონ current თემა უკვე შევცვალოთ dark-ზე წინააღმდეგ შემთხვევაში კიდე current თემა შევცვალოთ light-ზე ანუ თუ ღია არის და ვაწვევი ამ ღილაკს ნიშნავს რომ შეცვლა მინდა და თუ შეცვლა ანუ გამოდის dark-ი და პირიქით და ბოლოს უბრალოდ ვუშვებ აი ამ ბრძანებას ამას უკვე ბოლოსკენ ვუშვებ ნახეთ ეგ ყველაფერი უნდა შევინახო ხო მაგიტომაც მივეცი ეგ მნიშვნელობები უყურე დავსწერ local storage set item თემა და თემაზე მივცეთ current თემა უყურეთ როგორ რაღაცა რატომ შევინახე აი რატომ დავწერე ეგეთი რაღაცა კი ხელითაც შემეძლო მაგრამ ან მოდით კაი ხელით გავაკეთოთ შეიძლება უფრო მარტივი იყოს და უბრალოდ გამეორება მომიწევს ამ ყველაფერს ან თუ ღიაზე დავაჭირე გამოდის რომ მე მინდა შავზე გადაყვანა და ამიტომ უნდა შეიყვანოს რომ შავია ახლანდელი თემა და თუ არა და უნდა იყოს light-ი მაგრამ ხვდებით ხო ამას მაგრამ მაინც ძველებურად ჩავწერ იმიტომ რომ უკეთესი წასაკითხია ანუ აქ მივუწითოთ current თემა უყურეთ აქ მივუთითე application-ში დაემატა to do კი არა თემა dark-ია რომ დავა refresh-ო იქნება სულ შავი და როგორც კი აქ გადავალ აი თეთრზე დაუშვათ აქ შავზე შევინახე ხო გავხსნათ incognito-ში აქ თეთრი აქ ყველაფერი განულებულია ხვდებით ხო ისე თქმაც მინდა და ასე შეგიძლიათ გააკეთოთ და ბოლოს სანამ დავასრულებთ ცოტა დიდი გამოგვივიდა ხვდებით ხო ახლა რატომ არ მინდოდა CSS იმიტომ რომ ამას დღეს არ მოურჩებოდით აი ეს აიკონი მინდა დავამატო ნახეთ თეთრ თემაზე იყოს მთვარე რაც იმას მიგვითითებს რომ აი dark mode-ზე გადადი ხო და პირიქით ამაზე უნდა ჩანდეს მზე ვიღებ და რაღაცას ჩავწერ sun png sun icon png იყოს რაღაცა წამოვიღოთ ну თქვენ თუ გაქვთ უკვე მზად კი ბატონო წამოიღეთ მაგრამ მე ასე წამოვიღებ ნახეთ copy ან save-საც არ ვაძლევ ну შეგიძლიათ გადმოიწეროთ და ჩასვათ ეგ სურათ თქვენთან მაგრამ მე მივცემ copy image address მიხდებით ახლა ყველაფერს აქ შევინახოთ const sun მაგისი URL-ი ანუ და ასევე ჩვენ გვინდა მთვარე ხო moon ასე და ავიღოთ ეს ამისი იმიჯიც წამოვიღოთ const moon ჩავსვათ ახლა უყურეთ იმიჯი უნდა შევქნათ ბატონის შიგნით ხო იმიჯი source-ი ასე დატოვეთ ცარიელი რო წაშალოთ ეგ source-ი რაღაც error-ს ამოვარტყავს და მაგაზე მთელი რიგი პრობლემები შეგექმნებათ მაგით იდეაში იქაკება ძალიან ბევრი ვებგვერდი ამიტომ source-ი უბრალოდ დაუტოვეთ და ID მიეცით
იმიჯი ან როგორც გინდათ მიეცით, აი თემის იმიჯი, same image. სურათი თავიდან ძალიან დიდი იქნება, ამიტომ აქ უბრალოდ ან მოდი გავუშვათ და მე მივხვდებით რის თქმაც მინდა. წამოვიღოთ თვითონ ამ ღილაკის გარდა ეგ სურათიც same image, ან უბრალოდ იმიჯი. document get element by id same image. დაუყურეთ როგორი რაღაცა. თუ dark-ია, ანუ ნახეთ, თუ გადავყავარ dark-ზე, ნახეთ შავზე ჩანს მზე. ანუ ეგეთ რაღაცას დავწერ, უყურეთ, სურათის source-ი, ანუ საიდანაც იღებს სურათს, ხო? გახდეს მზე. და წინააღმდეგ შემთხვევაში იყოს მთვარე. აბა ვნახოთ ახლა. დავასეივოთ ესეც. default-ად უყურეთ კიდე რა შეასაქმე. default-ად არაფერი არ ჩანს. რატომ? იმიტომ რომ თავიდან რო ვებგვერდი ჩაიდვირთ, ჩვენ არანაირი source-ი არ ქონდა მითითებული, ხო? ნახეთ, ახლა ასე რომ მივუთითო, ესე გამოჩნდება, მაგრამ დასაწყისში ხო მინდა რომ რაღაცა გამოჩნდეს, ხო? რაც არის არჩეული, ხო? ამიტომ შეგვიძლია ახლა ეგეთი რაღაცა დავწეროთ. აბა ერთი წესით ასე რომ შევცვალო და დავასეივო. აჰა. დასაწყისში ეგ ლოგიკა უნდა გაუშვა, რომ აბა ნახოთ, თუ dark-ია, მაშინ image-ის source-ი უნდა იყოს dark-ზე, რა ვთქვით, რა ვსვათ, sans, მზეს და ისე კიდე ჩატვირთვისას, უბრალოდ რო ჩაიტვირთება, ხო? image-ს მივცეთ, რა მივცეთ? მთვარე. ნახეთ, ახლა დავაპატარავებ ამას ერთადაც ეს image-ს. დავწერო image იყოს ვიცი 2 რამე. კი ბატონო. ნახეთ, თავიდან რო ჩაიტვირთა, მიეცა მთვარე. თუ ეგ ყოფილიყო dark თემაში, ხო? მაშინ კი ბატონო, ჯერ მთვარეს მისცემდა, მაგრამ აგრო შემოვიდა და უკვე მთვარე შეცვიდა მზეზე. და ასე შეგვიძლია დინამიურად ცვალოთ არა მხოლოდ სტილები, არამედ source-ის image-იც. მივხვდით, ხო? ვითომ არაფერია, სიმახინჯეა, ხო? მაგრამ რამხელა ლოგიკა არის აქ ჩადებული და რამდენად უკვე საინტერესო გახდა ჩვენი ვებგვერდი, თითქოს რაღაცა ცოცხალი არის და უკვე რაღაც სტატიკურ მკვდარ ვებგვერდებს აღარ ვაწყობთ. იდეაში ეგ იყო, ესე ახსნას მინდოდა. დაგემშვიდობებით.